სალამ იგივე. მოგეհუნები გამარჯობა მე შენ. დღევანდელი ეპიზოდში ჩვენ ვაპირებთ რომ შევეხოთ ისეთ პრობლემას, რომელიც შეუმჩნევლად და ჩუმად იმაზე მეტ ბიზნეს აფუჭებს, ვიდრე შეიძლება ნებისმიერი რეცესია ან ეკონომიკური კრიზისი, მაგრამ სანამ ამაზე გადავალთ, მე მოგიჭახუნებ ესე ნამირვას გაფილტრულ წყალს და მე უნდა ვთქვა რომ აქ თუ არ დავლია ეგ არ ნიშნავს არაფერს, ეგ ნიშნავს იმას რომ წყალს იშვიათად ვსვამ, მაგრამ სახში მხოლოდ ნამირვაზე ვარ გადასული და აი მოულოდნელი ეფექტი ქონდა ის რომ გამიადვილა წყლის სმა. რაც ჩემი მიზანი იყო. კარგია. და მადლობა მინდა უთხრა მხარდაჭერისთვის და სვენელს შევახსენო რომ ვიდეოს აღწერაში იქნება ბული, სადაც თუ მოუნდება თვითონ დაათვალიერებენ სხვადასხვა მოდელებს და ამ დანადგარის უპირატესობას. კაი, მოდი გადავიდეთ პირდაპირ საქმეზე. ბატონო. მეწარმეები, აღმასრულებლები, ბიზნესმენები, მათ შორის ჩვენ თავებსაც მოვიაზრებთ ამ ყველაფერში. ხშირად აწყდებით ეგეთ პრობლემას რა, რომ რეალურად რაღაც პროდუქტი არის, რომელიც რეალობაში აგვარებს მომხმარებლისთვის რაიმე პრობლემას ან აკმაყოფილებს ამ საჭიროებას. თავდაპირველად შეიძლება გაყიდვები კარგად წავიდეს კიდევაც, თუმცა ან რაღაცა დროში მე ვინმე კონკურენტი დააკოპირებს და შემოვარდება ბაზარზე, ან პირიქით ხდება რა. რაღაც არსებულ ბაზარზე, ჩამოყალიბებულ ბაზარზე. შენ შევარდებ. შენ შევარდები და აიღებ და copy paste გააკეთებ იგივენაერად და ის მეორე უფრო ნაცნობი ამბავი. ხო რა, უფრო მეტად მეორე ხდება ხოლმე და დაიწყებ კონკურირებას, ასე ვთქვათ, მაგ ბაზარზე და საბოლოო ჯამში ეგ სტრატეგია, რასაც აკეთებს და რასაც რითიც სრულდება არის ის, რომ ბოლოს ყველა კომპანია ერთმანეთს ემსგავსება რაღაცნაირად და ყველა უკმაყოფილოა. ყველა აბსოლუტურად უკმაყოფილოა. ეგრეთ წოდებული სამომხმარებლო საქონლის მახეში, ანუ commodity trap არის ინგლისურად, ხო? სამომხმარებლო საქონელივით ხდება რა, ანუ ცოტა განმასხვავებელი როა და ყველა რო თითქმის მსგავსი ერთმანეთთვის და ამიტომ მაგრამ მომხმარებლისთვის იდეალური სამყაროა ეგა რა, უამრავი არჩევანი თანაბარი გადაწყვეტილებით და საბოლოო ჯამში მაგდოს რა რჩება რო აირჩიო? ფასი. ერთადერთი ეგეთ ბაზრებს რო დააკვირდები, ან ის ბრენდები არიან, რომლებიც ბრენდის დონეზე ისე მაგრად აკეთებენ იმას, რასაც აკეთებენ, რომ ეგ არის მაგათი განმასხვავებელი და ლოიალობა ბრენდის მიმართ დიდი აქვს და თუ კარგად მართავენ ბრენდს და ინარჩუნებენ, უპირატესები არიან ბაზარზე, ან საბოლოო ჯამში ყველა ერთმანეთს ებძვის ფასით და რავი, მნიშვნელოვნად იკლებს უკუგება ინვესტიციაზეც და ზოგადად მომგებიანობა მაგ ბიზნესების. ხო, თუნდაც ეხა ეგ ბრენდები რო ახსენე, ეხა დაუფიქრდი წარმოვიდგინე ვიზე შეიძლება ყოფილიყო ეხა ეგ ფრაზა და ეგ ბრენდები ბევრი წელი აქვთ, ბევრ მილიონ დოლართან ერთად დახარჯული მაგ ბრენდის შექმნაში რა, მაგ სტატუსამდე რომ მისულიყვნენ, ასე ვთქვათ, რომ ჯერ კიდევ მაინც არიან რაღაცით განსხვავებულები თითქოს ვიდრე სხვა რა. აი ნახე რა, Apple რო აიღო და Samsung-ი მაგალითად რა ტელეფონებში ხო ორივე მოწინავე, ორივე უზარმაზარი ის არის, თუმცა ტელეფონებში განსხვავება ფუნქცია მახასიათებლებში რეალურად არანაირი არ არის რა და მათ შორის Xiaomi იქნება ეს თუ სხვა კონკურენტები, შეიძლება ზოგ შემთხვევაში ხარისხობრივად მახასიათებლებით უკეთესიც ან მსგავსი პროდუქტი დადონ, თუმცა ვერ უწევენ კონკურენციას მაგ ორგანოს და განსაკუთრებით Apple მნიშვნელოვნად წინ არის მაგ ყველაფერში, იმიტომ რომ მაგაც საერთოდ სხვა ფასეულობის შეთავაზება აქვს რეალურად მომხმარებელთან, რომელიც ცოტა სხვა თემა შეიძლება იყოს და სხვა საკითხი, მაგრამ ყველაზე ნაკლებად ტელეფონს ყიდის Apple თუ ყიდის რა. რაღაც კითხეთ, არ ვიცი რა, რადგან მაინც მაგ თემაზე ვარ. არ მიფიქრია, Apple-მა რაღაც დონეზე ლურჯი ოკეანით ისარგებლა თუ ჯერ კიდე არ სარგებლობს. თავიდან ისარგებლა, ეხლა ლურჯი ოკეანი ფაქტიურად აღარ აქვს იმ კუთხით, რომ მსგავსი, ანუ ეკრანის რაც ქვია, touch როგორ არის, შეხებით ეკრანების ნაწილში ყველაზე კარგი პროდუქტი მაგანდადო პირველმა იყო უნიკალური, დიზაინიც ჰქონდა უნიკალური, როდესაც ღილაკები აღარ ჰქონდა ტელეფონზე, შესაბამისად მან საერთოდ სხვა ბაზარი შექმნა და მნიშვნელოვნად წამოიღო მომხმარებელთა უდიდესი ბაზა, მერე დაეწია თითქოს ყველა, ანუ ეხა რეალურად მართლა არანაირი სხვაობა არ არის რა, ესე რომ შეხედო ტექნოლოგიურად ტელეფონებში, თუ არ ჩამორჩება რა, მაშინ ტექნოლოგიურად ძალიან წინ იყო მაგ ამბავში. უბრალოდ სხვა რამე არა, Apple არა, ლეპტოპებშიც ეგრე არის რა, და ყველა თავის პროდუქტში ეგრეა მომხმარების სიმარტივე და სიადვილე და ეკოსისტემის შეკრულობა აქ იმდენად მან ალბათ ეკოსისტემა უფრო დიდი წილია ალბათ რა და მაგით თქვი რა რომ იმდენი წელი ხარჯა მაგაში ბევრი სხვა რამეს ყიდის ხო რა სხვა რამეს ყიდის რა ანუ პერსე პროდუქტს არ ყიდის ესე ყიდის
იმ ერთობლიობაში, იმ გამოცდილებას, რა გამოცდილებასაც შენ იღებ ამ ტექნოლოგიასთან ურთიერთობით და რა სიმარტივით და რა ინტუიტიურობითაც გაკეთებინებს საქმეს და თან დიზაინი აქვს ისეთი, რომ გამორჩეული ხარ და რაღაცნაირი სტატუს სიმბოლოც არის და ანუ მაგაზი არა მთელი ბრენდი აწყობილი და არ არის აწყობილი იმაზე ეკრანი ტელეფონის 6.4 ინჩია თუ 5.8. კაი, რა სიმპტომები აქვს, როდესაც copy paste-ით ხარ დაკავებული რა? როგორც წესი, ფლატკაფიოთ არ შეგიძლია რომ ახსნა, რითი განსხვავდები კონკურენტისგან, უფრო მეტად ტაქტიკურ სულებს აკეთებ. Რაღაც შეიძლება კამპანიაც კი წამოიწყო, რაღაც აქცია გამოაცხადო, შეიძლება ძალიან ბევრი to-do გასაკეთებელი საქმეების სიაც გაქვს ჩამოწერილი, მაგრამ საბოლოო ჯამში რო კითხო, რამდენად იკვრება ეს ერთიან რაღაცნაირ თანმიმდევრულ სტრატეგიაში, მაგაზე პასუხი არ არის. ბაზარზე რეაგირებ, იმან ეს გააკეთა, ვაიმე მოდი ჩვენს გავაკეთოთ. ვაიმე ეს ხოხთა და აბა ეხა ამაზე საპასუხოდ რა უნდა გააკეთო. იმის მაგივრად რომ შენ იყო ის ვინც კარნახობ ამ ყველაფერს. და ნუ ფასი რა, ანუ კრიტიკულად შენი ბიზნესი დამოკიდებული არის იმაზე, თუ შენ რამდენად მაღალი თუ დაბალი ფასი გიქნება კონკურენტთან მიმართებაში. კლასიკური მაგალითი ეგეთი ინდუსტრიების, რომელიც ინდუსტრიის პრობლემა უფრო არის და ძალიან უჭირთ ეგ განმასხვავებლობის პოვნა არის საწვავის ინდუსტრია რა, სადაც ნუ აი ეგ იდეალური მაგალითი. ძალიან ჭირს, იმიტომ რომ თვითონ პროდუქტებს ეძახიან კიდევაც კატეგორიაში შედის commodity რა. თუმცა მანდაც არის გზები როგორ შეიძლება რომ გამოირჩეოდე და ზუსტად ის ვინც გამორჩეულია და ბაზარზე ლიდერობს, ახერხებს იმას რომ რაღაცა ისეთი უპირატესობები მოიპოვოს და უნიკალური შეთავაზება გააკეთოს, რომელიც რაღაცნაირად მომხმარებლისთვის საზომი იქნება, თუმცა ჭირს მან. ჭირს და ისედაც პრინციპში ხა ისე ალბათ არ უნდა გამოვიდეს და არ თulis რომ ავტორები არ თვლიან რომ ეგრე უნდა გამოვიდეს. ლურჯი ოკეანის საპირისპირო წითელი ოკეანე ეს კონკურენციის ხაფანგები სადაცაა, ნუ არსად არ მიდის და ეგ კვლავ რჩება მნიშვნელოვნად და მნიშვნელოვანია მანდ ჭიდაობაც, ესე რომ ვთქვა. გარდაუვალია მე რომ ვთქვა, ეხა ესე კონკურენცია გახდება არარელევანტური, ეგ ფრაზა კარგად ჟღერს, თუმცა დროებითი მომენტი არის ეგა. ანუ ყველა ვარიანტში საბოლოო ჯამში ვიღაცა წამოგეწევა. ანუ აი ძალიან იშვიათი გამონაკლისი Google არის, რომელმაც საძიებო სისტემაში წლებია უბრალოდ ვერაფერი ვერ უქნა, იმიტომ რომ ეგეთი დონის ალგორითმი ვერ დადო ვერავინ და ეგ უბრალოდ ლურჯ ოკეანეში არ არის, უფრო აი 0-დან 1-მდე ადამიანი შეიძლება უფრო იყოს, იმიტომ რომ ისეთი ტექნოლოგიური უპირატესობა აქვს. Proprietary ტექნოლოგია როგორ არის, რაღაც საავტორო ტექნოლოგია, ალგორითმი ისეთი აქვს, რომ ნუ ვერ დააკოპირა რა, ვერ დაეწია ვერავინ. რა კი მსგავსი პროდუქტები არის, საძიებო სისტემები Microsoft-ს ქონდა რა, უკვე მესამე სხვა სახელი დაარქვა მე მგონი. თუმცა ნუ რეალურად ვერაფერი. თუმცა ეხლა სხვა საფრთხე დაემუქრა თვითონ Google-ის საძიებო სისტემას. Google-ის კონკურირებს მაგაში Gemini-ის ჩაშენებით რა, AI-ის, მაგრამ ხალხი ChatGPT-ზე და Claude-ში გადავიდა რაღაცების ზებნაში. Google-ის რა თვითონ საძიებო სისტემის იდეას დაემუქრა, საფრთხე რო შევხედოთ, ხო რა. სხვანაირად ძიება დამწყეთ. დიდი ლურჯი ოკეანე გაჩნდა, ესე რო შევხედოთ. ხო. კაი, მოკლედ როგორ ავაშენოთ ისეთი ბიზნესი, რომელიც კოპირებაც რთულია და ზუსტად მაგ მიზნით და მაგ იდეით ავაწყეთ კრებული, რომელსაც დავარქვით სტრატეგია. ამ კრებულში შევიყვანეთ 3 გენიალური წიგნი, რომელიც ცალ-ცალკე უდიდეს ცოდნას და გამოცდილებას გვიზიარებს სხვადასხვა ძალიან მაგარი ხალხის სტრატეგიულ გადაწყვეტილებებში და უკონკურენტო და გამორჩეული ბიზნესების შექმნაში. ეს არის Simon Sinek's პირველად იყო რატომ? მავიწყდება მათი ავტორები, იმიტომ რომ შენ კიმის და რენი მობურნის თუ ვინც არის ლურჯი ოკეანის სტრატეგია, ანუ ლეგენდალური წიგნი და პიტერ ტილის 0-დან 1-მდე. პიტერ ტილი, ვინც არიცით, არის PayPal-ის შემქმნელი და ისეთ კომპანიებში პირველადი ინვესტორები თუ რა ვქია, პატარა ახალგაზრდობაშივე ინვესტორი, როგორც არის Facebook-ი და კიდე მე მგონი Uber-იც, რა მოკლედ Airbnb არ არის ეს? არ მახსოვს ზუსტად რა. მოკლედ ერთ-ერთი ყველაზე მაგარი ვენჩურული კაპიტალისტი არის. ხო, Uber-ში მართალი ხარ, მე მგონი ნავალ რავიკანთან ერთად ეს იყო ერთ-ერთი. შეიძლება, ხო. და ეს კრებული ერთობლიობაში ძალიან მნიშვნელოვან აგურებს დებს იმ ჯამურ ხედვაში, რაც და ჯამურ ტაქტიკა, სტრატეგია ხელსაწყოებში, რაც მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ ერთობლიობაში შენი ბიზნესი ქონდეს გამომუშავებული ის კუნთი, რომელიც უზრუნველყოფს, რომ მუდმივად 1 ან 2 ნაბიჯით წინ იყოს ვიდრე კონკურენტები და არ იყოს ჩაბმული ფასებით სისხლიან
ომში. და ამას დამატებული ის რომ სამივე წიგნი სხვა შორის საოცრად კარგად დაწერილია სუფთა ესეთი კითხველის გადასახედიდან, მაგრამ იკითხება სამივე. პირველად იყო რატო გვაძლევს მიმართულებას, ლურჯი ოკეანის სტრატეგია გვეუბნება საით ვიყუროთ და კონკრეტულად როგორ მოვძებნოთ თავისუფალი სივრცე და აუთვისებელი სეგმენტი და როგორ გადავაფასოთ ჩვენი ფასეული შეთავაზება ისეთნაირად, რომ საერთოდ სხვა ღირებულება წამოვწიოთ მსგავს ინდუსტრიაში, ახალი ბაზრის, კი ბატონო, და ნულიდან ერთამდე კი გვეუბნება რამდენად ღრმად ჩავიდეთ და როგორ ვიფიქროთ ზოგადად კონკურენციას და როგორ შევხედოთ კონკურენციას და ჩვენ ამას გავივლით ამ ეპიზოდში. ეს არის საუბარი იმაზე, რომ რაღაცა არ არსებული შექმნა, ნულიდან ერთამდეც მაგითო ქვია და შესაბამისად ეს ისეთი რამ იყოს, რომელიც როგორც Google რა, ანუ დაიდო და მორჩა, საერთოდ ახალი კატეგორია შემოიტანა, ახალი რამე შექმნა და ამდენი ხანია უკვე უკონკურენტოა თავის მიმართულებაში. ხო, ჩემ ხმაში ხა პირველად იყო რატომ ისეთი თემა დგას მყარად დამოუკიდებლად, ანუ კონკრეტულად წიგნად, მაგრამ ეს იდეა დგას მყარად და დამოუკიდებლად და იდგება ყოველთვის. რაც შეეხება ამ ორ წიგნს, აი ჩემ ხმაში ესე ჩამოყალიბდა, რომ ნულიდან ერთამდე ავტომატურად ქმნის ლურჯ ოკეანეებს, მაგრამ ლურჯი ოკეანეები კიდე დამოუკიდებლად შექმნადია და არსებობენ რა და ძალიან დიდი ბმაა იმის თქმა მინდოდა რომ ამ სამ წიგნში მთლიანად არის აი უდიდესი თანმიმდევრობა და ლოგიკა და ამიტომ კიდე უფრო კარგად იკვრება twin-ში რა რო კითხულობ. ზუსტად ეგ არის არსი იმისა რომ ეს სამი წიგნი ერთად კრებულად დევს რომ კი ერთი შეხედვით შეიძლება ნულიდან ერთამდეც და ლურჯი ოკეანეც ერთი რაღაც საუბრობს და კი ეს არის უკონკურენტო საბაზრო სივრცეში შესვლაზე და შექმნაზე, თუმცა ნულიდან ერთამდე ცოტა სხვა კუთხიდან აკეთებს მაგას, ანუ აკეთებს არა არსებული პროდუქტების ღირებულებითი რეპოზიციონირებით და ახალ სეგმენტზე გასვლით, არამედ საერთოდ ახალი ტიპის ტექნოლოგიით მაგის გაკეთების და უფრო მეტად ტექნოლოგიურ ბიზნესზე აქცენტირებული ლურჯი ოკეანე კიდევ ჩვეულებრივ ცირკები ტიპის ხო მათ შორის ცირკებზე. და კიდე ერთი რაც ჩვენ გვახასიათებს Bubbleheads და ერთ-ერთი ჩვენი იდეა რო ეგ არის ჩვენეული წარმოდგენა ლურჯი ოკეანესი არის ის რომ ჩვენ სამუშაო რუეულებს ვაყოლებთ ამ კრებულებს რომელიც ეხმარება მკითხველს იმაში რომ ეს თეორიები გადაიტანოს პრაქტიკაში და რაღაცა ამოკრეფილი გვაქვს ის ძირითადი ღირებული სავარჯიშო რომელიც საბოლოო ჯამში ამ წიგნის ერთ დიდ არსს გადაგატანინებს პრაქტიკაში. ეგ არა იდეაში რუკა როგორი იქნება და როგორ გავვლით ეპიზოდს არის რომ დაახლოებით 9 თემას შევეხებით. ეს 9 თემა იქნება ამ სამი წიგნიდან, სამ-სამი თითოდან, ანუ საბოლოო ჯამში ვიტრიალებთ ამ წიგნებს შორის და არ გვექნება ეს თან რიგითობით. ხო. არ წავალთ. კიდევ ერთი დასტური იმისა რომ გადაჯაჭვულია სამივე. კი, და ჯამში ეს 9 თემა ჩვენი აზრით კარგად ვიმსჯელებთ ჩვენ თვითონაც კარგად ჩავუღმავდები და ვიმსჯელებთ და მსმენელთან ერთად რაღაცნაირად გამოვარკვევთ იმ ხრიკებს და ტაქტიკებს, რომელიც დაგვეხმარება იმაში, რომ რაღაცნაირი სულ ინოვაციური, ახლებური და რაც თავარია უნიკალური, ავთენტური ჩვენი აგური დავდოთ იმ ჩვენ წამოწყებაში, რასაც ვაკეთებთ რამ. სანამ გადავალთ საუბარზე ეგეთი კომპანიების, რომლებიც არიან ლურჯი ოკეანეები, ან ნულიდან ერთამდე, ან ისეთი საზრისის მქონე კომპანიები, რომელიც მაგითი ქმნიან უნიკალურ ღირებულებას, ეგეთი კომპანიების აბსოლუტური უმეტესობა თუ არა ყველა არის მოქცეული ამერიკის საფონდო ბირჟის ინდექსში S&P 500-ში და თუ და ნამდვილად საინტერესო და ღირებული არის ეგეთ კომპანიებში ინვესტირება, იმიტომ რომ დიდ უკუგებას იძლევა ეს ყველა. თუ ეგეთ კომპანიებში ინვესტირება არის საინტერესო, ყველაზე მარტივი შედარებით დაბალი რისკით და ნაკლები რა ქვია, ძალისხმევა, რასაც ჭირდება არის ამ ინდექსებში დაბანდება ფულის და არ დავიღრები მე მაგის რეკომენდაციით და გამეორებით, რომ ასეთი ადვილი საფონდო ბირჟებზე ინვესტირება არასდროს არ ყოფილა და ჩვენი თანამოაზრის საქართველოს ბანკის მობილ ბანკით, რომელიც შეგიძლიათ რომ აგერ გადმოწეროთ ვიდეოში აღწერილი ბმული და უცებ გახსნათ საინვესტიციო ანგარიში, სულ $1 შეგიძლიათ დაიწყო ინვესტირება და კაი ამბავი ის არის, რომ პირველ $5 ინვესტირება
გაკეთებულ $5 გაკეთებულ ინვესტიცია საქართველოს ბანკი საჩუქრად დამატებით კიდე $5 იძლევა და ну რავი გრძელვადაში თუ შევხედავთ ინვესტიციას და ეგრე გვირჩევს ყველა გამოცდილი ინვესტორი უორენ ბაფეტის თამადობით მე ამან უორენ ბაფეტის მიმართ მაქვს განსაკუთრებული პატივისცემა კი არა და რა ქვია დაჯერება თუ რაც ქვია სხვა შორის სად გადავხდი მაგრამ ეგ თემაა რა ექსპერიმენტი ხო ჩაატარა აიღო 5 მართული ფონდი და 10 წლიან ვადაში დაადარა 5 მართული ფონდის შედეგები S&P 500 უმართავ S&P 500-ს S&P 500-მა ყველას მოუ წარეთ აჯობა ყველა ყველას მოუ კი ანუ აი ეგ ეს უბრალოდ ის არ არის რა ეგრე ჯობია რა დასტურდება რო ჯობია თან ყოველთვის რა ძალიან ხშირად დასტურდება გრძელვადაში ძალიან რთული არის რომ S&P 500 მოუგო რა შეუძლებელი მოკლევადაში უგებ ბევრს და ბევრს გამოსული ეგა მაგრამ გრძელვადაში ძალიან რთული არის და თან ხა შეიძლება ისე იყოს რა მე უკავშირიც მომისმენია სანაცვლოდ $5 რა არის ცოტა კი თუმცა ილუსტრაციისთვის ვიყენებთ რომ დღეში $5 ინვესტირება 20 წელიწადში შეიძლება მოგიტანოს $100,000-ზე მეტი და დანარჩენი ამაგაზე მე გეტყვი მე როგორ უყურებ მაგ $5 და ნათქვამი მოკიდებას on მე სერიოზულად მგონია რომ ეგ ისეთი სასიამოვნო ფაქტია $5 რო დადებ შენსას და $5 რო ეგრევე მოგცემენ პირველივე ინვესტიციაზე 100%-იანი უკუგებაა რა და სულ სხვა შემართებით აგზელებ მე რა კაი გადავიდეთ კითხვა რომელზეც პასუხის გაცემა თითქმის არავის არ შეუულია და ბევრი ვილაპარაკეთ ამ თემაზე თითქოს რა, მაგრამ მე მაინც დღეს კიდე მოყვები მაგ მაგალითს რა, რილი უნდა ჩავწერო მაგაზე. ყველა ბიზნესი გეტყვის რასაკეთებენ, ანუ რა არის მაგათი პროდუქტი. ცოტა კიდე შედარებით უფრო ცოტა გეტყვის მაგას როგორ აკეთებენ და აი ძალიან ცოტას უჭირს კითხრას რისთვის და რატო აკეთებენ მაგ ყველაფერს. ანუ რა არის რეალურად ის საბოლოო საზრისი, რასაც ეს ყველაფერი ემსახურება და ის საბოლოო ღირებულება, რაც მაგ შენ ბიზნეს და საქმიანობას მოაქვს საზოგადოებისთვის და ადამიანებისთვის, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ჩემი საყვარელი კითხვა არის ამ ბოლო დროს რა, ანუ რატო უნდა გადაგიხადოს ვიღაცამ ფული თუ მისთვის რამე სასარგებლო არ გააკეთე რა. ანუ საბოლოო ჯამში თუ გინდა რომ ფული გადაგიხადონ, მისთვის უნდა იყოს სასარგებლო ვიღაცისთვის რა და ეს არის ალბათ ამ რისთვისის ყველაზე და რატომის ყველაზე დიდი ძალა. და Sinex მოყავს, სხვათა შორის Apple-ის, HP-ის და Dell-ის მაგალითი მოყავს, ეხლა ეს წიგნი როცა იწერებოდა, მაშინ ცოტა სხვა შემადგენლობა იყო მაგ ტექნოლოგიურ ბიზნესში, თუმცა დღესაც თავამაც შეიძლება ითქვას, რომ ალბათ Apple არის ერთ-ერთი გამორჩეული კომპანია, რომელიც მარტო კომუნიცირებს ფასეულობით და რისთვისით და არასოდეს ძალიან იშვიათად კომუნიცირებს ფუნქცია მახასიათებლებით და პროდუქტზე ძალიან ცოტა საუბრობს. და Sinex ძალიან უყვარს Apple, ხო, ძალიან უყვარს და ძალიან აფასებს მათ აი ამ უნარჩვევებსა თუ თვისებებს რა. ფაქტია რომ ტვინწყობა, როდესაც გადართული აქვს კომპანიას იმაზე, რომ რა ფასეულობა იქნება ამითი მომხმარებლისთვის, ეტყობა მათ პროდუქტსაც, მათ დიზაინსაც, მათ რა ქვია მაგას, სამომხმარებლო გამოცდილებასაც და ეტყობა მათ კომუნიკაციას და შესაბამისად მომხმარებელსაც გინდა ეს შეხედე, გინდა ასე რამდენიც გინდა იმდენი იძახე ხა. Samsung-ს უფრო კაი კამერა აქვს და ის იმას ჯობია კი ბატონო, ოკეი, მაგრამ ფაქტი ისაა, რომ ეტყობა მომხმარებელთა უმეტესობას უფრო ნაკლებად ადარდებს ეგ ამბავი და უფრო მეტად ადარდებს სხვა რამე რა. ხო, არა აქვს დიდი წონა ეტყობა მაგ ხელა წონა არა აქვს მაგ პატარა მახასიათებელს. სულ მახსოვს მე iPod-ის რეკლამა რა, ანუ კი ძველი არის და შეიძლება სვენელებს რაღაც კატეგორიას საერთოდ არ სახსოვდეს ეს პროდუქტი. მე იყო ეგეთი პროდუქტი iPod-ი, რომელიც იყო მუსიკალური პლეიერი, სანამ ტელეფონებში გადავიდოდა ეს ყველაფერი და Spotify იქნებოდა, იყო ეგეთი რაღაცა Walkman-ის ყველელი ასე ვთქვათ, თავის დროზე მანამდე კიდე უფრო ერთი პროდუქტი იყო, რომელიც არ ვიცი თუ რა კასეტები იკვრებოდა, მე დისკები იყო და ბოლოს მე გამოვიდა ეს iPod-ი MP3 პლეიერი ერქვა, რომლის რეკლამა იყო უმარტივესი სილუეტი ადამიანის თეთრი ყურსასმენებით, ეს თეთრი ყურსასმენები იყო Apple-ის გამორჩეული ვიზუალი, ცეკვავდა და ბოლოში ერთადერთი ფრაზა იყო რა, 1000 სიმღერა შენ ჯიბეში. არაფერი სხვა არ იყო. ყველა სხვა დანარჩენი MP3 პლეიერი მელაპარაკებოდა რამდენი გიგაბაიტი ქონდა მახსიერება. და ანუ მე უნდა დამეწყო მე კონვერტაცია, თვლა იმაში, რომ ეს გიგაბაიტი რამდენი სიმღერა არის. მე საერთოდ არ მაინტერესებს გიგაბაიტი, მე მაინტერესებს რამდენი სიმღერაა რა. და ჯიბეში ნიშნავს იმას, რომ იმდენად ხელი იყო, პატარა იყო, რომ ჯიბეში ეტეოდა. ეგ არის და ეგ, ანუ მთელი ფუნქცია მახასიათებლები ახსნა 2 სიტყვაში თუ რაც არის, 3 სიტყვაში 1000 სიმღერა
ჯიბეში. ეგ არის და აი ეგ არის საბოლოო ჯამში ეგ რატომ რა და რისთვის რა ანუ რატომ იმიტომ რომ შენ კონდეს 1000 სიმღერა შენ ჯიბეში რა იმიტომ რომ შენი ცხოვრება გამარტივდეს და შენი ცხოვრება რაღაც გამდიდდეს ამ ტექნოლოგიით და იყო გამორჩეული რაც თავარია სტატუს კვო და არ ღვიო როგორც უყვარს Apple-ს ხო ეს რატომ და რისთვის თემა მთელი ეპიზოდი გვაქვს მიცხვილი შენ თქმის არ იყოს ბევრი გვაქვს მე რა სხვა კუთხით არასტრატეგიული კუთხიდან ხო ამ მოდის ვთქვათ კონკრეტულად ამ წიგნისთვის გვაქვს მთელი ეპიზოდი მიცხვილი მანამდე ამ თემისთვის გვაქვს რიგი ეპიზოდების მიცვნილი ანუ ეს ამით მხოლოდ იმის თქმა გვინდა რომ მე მგონი ეს ნათლად ანახებს რამდენად დიდ წონას ვანიჭებთ ჩვენ ამ საკითხს რა და მაგის თქმა მინდოდა კიდევ ერთხელ რომ ჩემთვის ეგ არის კრიტიკული მნიშვნელობის კითხვა აი მართლა კრიტიკული მნიშვნელობის კითხვაა და რო ვფიქრობ იმდენად მრავალმხრივად ღირებული კითხვაა რა რომ ხო ვერ წარმომიდგენია სხვანაირად როგორ შეიძლება რა ვფიქრობდი რომ ჯერთი რაღაცნაირი პოლარული ვარსკვლავია, როდესაც მაგ კითხვაზე პასუხი გაგაცემული, უყურებ ამ პასუხშენსას, მიდიხარ და თუ კი რამე გზად გვხვდება, რომელიც ამ გზაში არ გეხმარება, ამ გზას ხელს არ უწყობს, ანუ ყველაზე კარგ შემთხვევაში ძალიან დაბალ პრიორიტეტს ანიჭებ რა. ანუ ყურადღებას არ აქცევ რა, ფოკუსს გიკარგავს ეგ რა. მინიმალურ რესურსს, მინიმალურ ენერგიას ხარჯავ ეგეთ რაღაცას. არსიც ეგ არის რა, ხმაურია რა, არ მჭირდება. მეორე არის რომ ეს არის აი მანდარი ხოლმე მე ესე მგონია რომ მანდარი ხოლმე ძირითადი კამათის არის დისკუსიის საგანი. ჩემი გადასახედიდან ენერგიის უზარმაზარი წყაროა რა. სპეციალურად სიტყვა мотиваცია არ ვთქვი. აი ენერგიის უზარმაზარი წყაროა მე ეგრე მგონია. მან ერთადერთი დავარაზეს მოდის მე ჩემი აზრით ამ ბოლო დროს კიდე რაზეც დავფიქრე არის რომ სხვადასხვა მიზანი ამოძრავებს სხვადასხვა ადამიანს რა. ანუ რეალურად არსებობენ ადამიანები და ვარსებობდით ჩვენც და ვქონდა ისეთი პერიოდის, როდესაც წელიწადში $1,000,000 ბონუსი იყო იმ ხელა ენერგიის წყარო, რომელსაც ვერაფერი წინ ვერ დაუდგებოდა რა. ამიტომ შენ თუ მაგ მდგომარეობაში ხარ და შენ თუ ეგ არის შენი მიზანი, მაგრად არ გაინტერესებს შენ ეს რაღაცა საბოლოო ჯამში სადგრძელოები რა, იმიტომ რომ ერთი კონკრეტული მიზანი გამოძრავებს, თუმცა იგივე პრინციპი მუშაობს მანდაც რა. ანუ თუ ეგ არის შენი საზრისი, გააძლევს ეგ ენერგიას. რა უბრალოდ მაგაზე დიდ საზრისს თუ აიღებ რამეს, ალბათობა იმისა, რომ კიდე უფრო ბევრ მილიონზე მიხვიდე მეტია, იმიტომ რომ მილიონს რო აცდები, მე აღარ დაგემართება, იმარე ეხა რა გავაკეთო რა. ეგ არის და ეგ. მაგიტომ მოდის მე მგონი დავა რა იმაზე, რომ ვიღაცას ანგარდებს ის, ვიღაცას ეს რა. მე გეტყვი მე რატომ მგონია და სხვა შორის ეგ საბოლოო clarity სიცხადე მაგ საკითხზე აი ზუსტად იმ ეპიზოდში გამიშთა, რომელიც ჩვენ მქონდა გვანცასთან ერთად რა და გამიშთა შენ რას თქვი იქიდან გამომდინარე რა. როდესაც გავიაზრებთ რომ მილიონის შოვნის გზა არის მილიონი კი არ არის საზრისის მსახურება არის მილიონის შოვნის გზა, მე მგონია რომ მან ეგ ამბავი ასე ვთქვათ ყომარდება მარტივად რო ვთქვა. და მესამე რაც მინდოდა მეთქვა და რაც გონია რომ ძალიან მნიშვნელოვანია, არის საზრისი არის აი გუნდის შეკრა და გუნდების შექმნა და რაღაცეებზე რომ მიდის ლაპარაკი არის თავარი პირობა ესეთი შენარჩუნებადი ფუნქციური ფოკუსირებული გუნდის შექმნის რა და აი ეხა ისე არ მინდა გამოვიდეს, მაგრამ აი რო ვიხსენებ ყველაზე ნაკლები რესურსი დავხარჯე იმაში რომ საზრისთან დაკავშირება მომეხდინა გუნდის თითოეული წევრის პირადი საზრისისა რა და აი მანდიმალება დიდი ხაფანგი ჩემი აზრით რა რომ ესე საზრისი თავისთავად შენი თქმის არ იყოს შეიძლება მე არ შემეხოს რა აი როგორც კი ჩემ პირად საზრის აი ისეთ თუნდაც აბსოლუტურად ბანალურ საზრის რომ ჩემი საზრისია ჩემი ოჯახი იყოს უზრუნველყოფილი ცუდი საზრისია გადასარევი საზრისია შენი საზრისია მე მომწონს მაგას როგორც კი დააკავშირებ კომპანიის დიდ საზრისთან და ამაში დაეხმარები რა მე სხვა გივის მიიღებ ასე რომ ვთქვა რა იმიტომ რომ ეგ კავშირი ბევრ ამბეს ცვლის რა და აი რაც უფრო მეც ვფიქრობ ამ თემაზე მით უფრო იზრდება ჩემთვის წონა ამ კითხვის რა
წინა ეპიზოდში რომელიც ქონდა ჩვენ გიორგი მინდიაშვილთან მან გამოჩნდა ძალიან კარგად ამის ზალა რა რაც თქვით ხო ანუ კოვიდის დროს არ იყო მაგდენი საწვალებელი ის რომ გუნდი გაერთიანებული იყო ერთი მისიის გარშემო რა და მაგ დროს ადამიანები რანაირადაც მუშაობდნენ და როგორც იქცეოდნენ და რა მსხვერპლსაც იღებდნენ ეგ ეგრე არ ხდება რა ანუ იმაზე ბევრად მეც აკეთებდნენ ვიდრე ნებისმიერი ხელფასი და ბონუსი შეიძლება ადამიანს გააკეთებინოს და სუსტად ეგ არის რა ანუ ეგ არის მაგალითი იმისა რომ როდესაც არსებობს რაღაცა იმაზე მეტი ვიდრე შენი ყოველდღიური რაღაცა მატერიალური არამატერიალური თუ რაღაც ეგოს ისი იქნება ქვია გამოხტომები შენი ადამიანის ენერგია უსაზღვრო არის რა და ეგ არის და ეგ ამის თემა რა გარდა ამისა სუფთა პრაქტიკული მაგალითი გასტრონომთან ვცდილობდით მე და საშა რომ გამოგვეყენებინა ჩვენ კი გავაკეთეთ ჩვენთვის მონახაზი მაგის საბოლოოში ვერ გავედით ბოლოში მაგრამ მნიშვნელობა ეს ოქროს წრი არის იდეალური დასაწყისი იმისათვის რომ შენ სტრატეგიაზე მუშაობა დაიწყო რა ანუ რისთვის როგორ და ოქროსწრი სინეკის ოქრო ეგრეთ წოდებული არის სუფთა სტრატეგიული სავარჯიშო არის რა იწყებ რისთვისით ანუ რა არის საბოლოო ფასეულობა რისთვისაც ეს ყველაფერი კეთდება როგორში უყურებ შე როგორ აკეთებ მაგას ანუ როგორ მოქმედებ ანუ შენი ფასეულობები რა არის რას აქცევ ყურადღებას რას არ აქცევ ყურადღებას რა არის შეთვის მნიშვნელოვანი რაც გასტრონომიის შემთხვევაში მახსოვს რისთვის იყო ეს რაღაც გამორჩეული გამოცდილება და ემოციების შექმნაზე იყო საუბარი როგორში იყო რომ რაღაცა ექსკლუზიური შვიათი ხელით ნარჩევი ყურადღებით და ხელით ნარჩევი მიდგომა იყო რაც ფუქირებულებაში შედიოდა იმიტომ რომ რაღაცა მართლა ეს პროდუქტებზე იყო საუბარი და რაზე იყო მე უკვე რას აშენებ რა და რა არის და რაღაცნაირი ორგანიზაცია იყო რომელშიც სიტყვათ შეტანილი იყო მდგრადიც იმიტომ რომ მნიშვნელოვანია რომ მდგრადი იყოს ეს ყველაფერი და არ გადააყოლო ფინანსური მდგომარეობა რაღაცას იმიტომ რომ ბიზნესია იყო ასევე სიტყვა რომ ინოვაციური და ტექნოლოგიებზე და გამორჩეული რაღაცა სამომხმარებლო გამოცდილების და მაღაზიების გზით და მანდაც უკვე რაღაცნაირი ის იყო რა გზამკვლევივით ხდებოდა მე შენ უკვე ისეთ უფრო დეტალურ ტაქტიკურ სტრატეგიულ გადაწყვეტილებებს და ჩარჩოებს და მიმართულებებს როგორ აარჩევდი რა იმიტომ ძალიან პრაქტიკული არის სტრატეგიულ ამბავშიც ეს ყველაფერი კი ბატონო რაო მეორე თემა რა გვაქვს ხო კონკურენციის მახეო ხო ეხა რო თქვი რა ხო ისე წამიღო მაგ ფიქრმა ეხა რო თქვი ოქროსტრეს რო აღწერდი რა მან თქო მთელი იდეა ოქროსტრის რა რომ უმრავლესობა კომპანიები ამ ოქროსტრეს გადიან გარედან შიგნით ანუ ჯერ იწყებენ იმის ლაპარაკით რა მერე როგორ და აი ბოლოს სადღაც ან მიდიან ან არ მიდიან რა თავშობა გავაკეთოთ რომ ესე როგორც წესი რას და როგორ აკეთებენ უფრო და არ არისთვის აკეთებენ რა ეთახმები იმიტომ რომ არტიკულირებული ძალიან იშვიათად არის ეს რისთვის არტიკულირებულს ალაპარაკობ მაინდა-მაინც ტელევიზორში გამოცხადებული გულისხმობ ორნი რო სქედვართ ერთმანეთს რო ვეუბნებით რომ ჩვენ ხო ამისთვის ვართ და ხო და საერთოდ სხვა რამის თქმა მინდოდა რა წინა ეპიზოდი გამახსენდა უცებ რა გიორგი საუბრობდა ზუსტად ამ კოვის იმ მოდელზე საუბრობდა, სადაც კოვი გვეუბნება შიგნიდან გარეთ განვითარებაზე და არა აქაც იგივე, ანუ იგივე ერთი და იგივეს ამბობს და რატო კიდევ ესე ვიტყვი ხმამაღლა რატო მიყვარს ახლა ეს რასაც ვაკეთებ აი ეს ხმამაღლა ფიქრი ისეთ აღმოჩენებს მაკეთებინებს რომ ისე მარტო მაზიანზე ვიდამდი რა იგივეა რა ერთი იგივე კიდე ერთი კავშირი არის ანუ ავთენტური არის როდესაც შიგნიდან გარეთ გამოდის რა და ავთენტურობაში კიდე კონკურენტი არ ყავს ამბავი არის იგი შენი უნიკალური თემა ანუ შენ შეგიძლია მე და შენ შეგვიძლია ერთი და იგივე რაღაცა ვაკეთოთ მაგრამ იმდენად განსხვავებულად ვაკეთოთ რომ მე ჩემი ნიშა მყავდეს შენ შენი ნიშა ყავდეს და ერთმანეთთან საერთოდ არ კი გვიწევდეს კონკურენცია და პირიქით ერთად ვზრდიდეთ იმ ნამცხვარს იმიტომ რომ მე ამას ჩემებურად ვაკეთებ შენ შენებურად და შენ შესაბამისად იზიდავ იმ ხალხს ვისაც შენებური მოწონს და მე ვიზიდავ იმ ხალხს ვისაც ჩემებური მოწონს რა და არ გვიწევს ამაში და მაგის იდეალური გზა არის რომ შიგნიდან გარეთ წამოხვიდე ანუ კიდევ თუ შენ შეიძლება იგივე პროდუქტამდე დახვიდე ზუსტად იგივე პროდუქტამდე რასაც შენი კონკურენტი მაგრამ იმდენად განსხვავებულად აკეთებდე მაგ ყველაფერს ლაპარაკობდე გესმოდეს მაღაზია ქონდეს განსხვავებული ვებგვერდი ქონდეს განსხვავებული
სხვადასხვა ფუნქცია მახასიათებლებზე ამახვილებდე ყურადღებას და აბანდებდი, იმიტომ რომ შენი ავთენტური თვითგამოხატვა სხვანაირი არის რა. თუმცა კიდევ ერთხელ ვიზახ, ხვდები ეს ზოგს ბუნებრივად ეგრე მისდის და ლაგდება და მე რეტროსპექტივაში საიმონ სინეკისნაირი ხალხი ამას აღწერს და ოქროს წრეს და არქმევს, ზოგი კიდევ შუაგზაში უბრალოდ ამას აკეთებს, იმიტომ რომ შინიდან გარეთ მოსდის ეს ენერგია რა და აკეთებს იმას, რაც უყვარს, რაც უნდა და როგორც უნდა რა. რეალურად ეხლა მე რამდენი კერა და დარწმუნებული ვარ. ეხლა ჩვენ რა შემთხვევებსაც განვიხილავთ, არა მარტო ამას, ზოგადად რა, უმრავლესობა არის რეტროსპექტივაში დარქმეული აქვს სახელები. მაგრად მეეჭვება მე რომ სულ თავიდან ისხდნენ ადამიანები და ამ გეგმით მიდიოდნენ რა. სტუდენტებთან აქ თქო CSB-ში რა. წიგნები იწერება რეტროსპექტივაში. წიგნები არ იწერება, წიგნები იწერება იმაზე თუ ვიღაცამ უკვე რაღაცა როგორ გააკეთა. გაკეთება არის წყარო ყველანაირი ცოდნის რა. სხვა წყარო ცოდნას არა აქვს. კეთება არის წყარო ცოდნა და ექსპერიმენტები და ამის მერე აღება და დატესტვა მათ შორის სამუშაო რეულებზე, იმიტომ აქვს ამაზე მეტი აქცენტი, რომ კეთებაა მნიშვნელოვანი. ეს თუ არ ეგეთ არ გამოიყენე, არაფერი არ არის, არაფერს მომცემი არ არის ეს. კიდე ერთი ის მინდოდა რაღაცა მეთქვა ამ იმაზე და გადავიფიქრე, არაფერი, ხო. ეხლა მინდა რომ გადავიდე ნელ-ნელა ამ კონკურენციის მახეზე რა და უკვე ვისაუბროთ ლურჯი ოკეანის ერთ-ერთ ძირითად და ყველაზე ნათელ მაგალითზე და პათოსზე, რომელიც იყო ამ ღვინის ბრენდის თემა იყო და მე ჩვენი მაგალითები გვაქვს რაღაცები თეორიაში, რომელიც ქართულ კომპანიებს მოვარგეცავით, ხო? ანუ ეხლა მოიცეთ სანამ გადახვა. ესე პატარა შეჯამება რო გავაკეთოთ. ანუ დავიწყეთ კითხვა რატომით, კითხვა რისთვისით, დავსვით ეს კითხვა, გავეცით ჩვენ ტვინებში პასუხი და მერე გადავდივართ გზებზე, როგორ განვახორციელოთ ეს ჩვენი რისთვის რატო. იდეები არის, რომელიც ჯამში შენ სტრატეგიაშია, მამინ კიდე დაუბრუნდებით ამ კითხვა რატომსაც, იმიტომ რომ სხვადასხვა როლები აქვს სტრატეგიის შენებაში. მაგრამ ყოველთვის ამითი იწყებ რა, იმიტომ რომ მგონია რომ ეგ უნდა იყოს გზამკვლევი რა. კი ბატონო. ხო და ეს არ ვიცი თუ არა, მაგრამ ეგეთი ცნობილი кейსი არის. მე ქართულმა ბრენდმა ჟუჟუნამაც გააკეთა, იგივე არ ვიცი რამდენად მე გაგრძელდა თუ არ გაგრძელდა. ღვინის ინდუსტრიაში, რაც იელოთელმა გააკეთა. იელოთელიც ვიცი, მაგრამ უკვე არ მეფიქრა, რომ ჟუჟუნა და იელოთელი რაღაცნაირად ერთ საძოვარზე იყვნენ მაგ. იგივე გააკეთა. და საერთოდ არ მეფიქრია მაგას. ვიცი რომ არ გიფიქრებ, რომ სახეზე გეტყობა რომ არ გიფიქრებ. ჟუჟუნა იგივე გააკეთა. არა, ჟუჟუნას იდეაში გადასარევად ვიცნობდი და ვიცნობ ასეთ. იგივე გააკეთა რა, ანუ ღვინის ინდუსტრიაში შევიდა და საერთოდ სხვა შეთავაზება და ღირებულებით იკანო ცდილობდა იგივეს გაკეთებას. იკანო მეც ეგ ვიფიქრე, რომ იკანო ცდილობდა, კი. იკანო ზუსტად იგივე ცდილობდა. ერთ-ერთი იგივე ცდილობდა, სიმართლე გითხრა, მე მაგრამ მიკვირს იკანო რატომ არ განვითარდა შემდეგ, იმიტომ რომ იმ მომენტში, როდესაც იკანომ დაიწყო რა. შენ ეჭვი მაქვს მაგას. ხო, მე არა, მე მართლა არაფერი არ ვიცი მაგ კომპანიაზე. აი დაახლოებით იტალიაში რო შეხვიდე და ყავას რო ეგეთი რაღაცა გავუკეთო რა და რო გამოგაგდებენ წიხლისქვით, საქართველოში მგონია რომ ღვინოს ცოტა კიდე ერთი წინაღობა აქვს რა. მესმის რა. ამერიკაში შევიდა იელოთელი, სადაც ღვინოს ეგ წინაღობა არ აქვს რა. იტალიაში არ გავსულა იელოთელი მაგ სტრატეგიით რა. ამიტომ მგონია რომ ეგ თავზე კი. ახევდნენ თავზე რომელია რა. ანუ ეგ მნიშვნელოვანი კულტურული კომპონენტი არის რა და მე უბრალოდ იელოთელის როგორც ღვინის მაგალითი იმიტომ მომწონს რომ ერთი შეხედვით ძალიან ჩაკეტილი ინდუსტრიაა, მაგრამ ამერიკის ბაზარზე ამან იმუშავა რა, რაც კონსერვატიული ინდუსტრიაა ეს. ხო, რაც გააკეთა და ამის მენელმა თუ არ იცის რეალურად იელოთელმა რაც გააკეთა იყო ის, რომ საერთოდ ამოიღო ყურადღება არც მიაქცია რეალურად და კომუნიკაციაც გააჩერა და რესურსის კი არ დახარჯა უმცირესი იმაზე, რომ რაც გემოვნურ სირთულეებზე ელაპარაკა და იქ რაღაცა ტანინებზე და შვანინებზე და ღვინო და ისეთი და ასეთი საერთოდ მოასპო პრესტიჟის თემა და ანუ არც კი ვიფიქრა იმაზე, რომ რაღაცნაირად ეს თეთრი იმეთი რა ქვია, ხელსახოცით თუ რაღაც ქვია გადაკიდებული მიმტანის მიერ მოდიოდეს და სომელიებზე რაღაცებს ლაპარაკობდეს. და დაბოლოებები ეგეთ რაღაცები ამოიღო. საერთოდ არ აინტერესებდა რეგიონული წარმომავლობა, საერთოდ ლაპარაკობდა მაგაზე და რაც გააკეთა არის, რომ გაამარტივა პროდუქტი, ქონდა სულ ორი არჩევანი, მე მგონი, თუ სწორედ მახსოვს. დაწია ფასი, სამიზე სეგმენტად აიღო ღვინოს ისინი საერთოდ არ სვამდნენ და რეალურად კითხვა დასვა რომ რა შეიძლება გავაკეთოთ ამათთვის, რომ ღვინო გახდეს მათი სასმელი და მე მგონი ლუდის ტიპის ლუდის გაატკბილა ლუდის, ანუ ლუდის მსმელებს დესერტული ალკოჰოლი შეცავდა და ცოტა სხვადასხვა გარემოებებზე გააკეთა აქცენტი და ყველაზე მზარდი
ღვინის ბრენდი გახდა ამერიკაში, სუპერმარკეტის თაროებით შევიდა და არა როგორც თქვი რაღაცა. და ბოთლები გააქვო, ეხლა გამახსენე. ბოთლები არ გააქრო, ხრახნები, ისენი ქორქები გააქრო. ხრახნებზე ქორქები ყველა გააქრო და ხოლმე დაგილია. არა, მე ხა ვიხსენეთ, მე მგონი მისი კარდონის იმაში იყიდდა. აღარ მახსოვს ეგ, მაგრამ ეტიკეტი ქონდა ძალიან ისეთი თვალში საცემი რა, საერთოდ სხვანაირი და ხრახნებზე გადავიდა რა. რომ ყოფილიყო ადვილად გასახსნელი, იქვე პიკნიკზე ჩააგდე, წაიღე, ამბავი ყოფილიყო და ახალგაზრდა თაობას დაუმიზნა რა. და ეს რეალურად ხდება იმითი, რომ რასაც აკეთებს არის იმითი, რომ ფაქტორებს აკვირდება, რითი კონკურირებს ინდუსტრია და სვამს კითხვას, რომ რომელი ფაქტორი არის აქედან რეალურად საწყის პრინციპებზე აგებული, ანუ ის რაც პრინციპში მომხმარებლისთვის ღირებული არის და მე არსებობს თუ არა ისეთი სეგმენტი მომხმარებლისთვის, რომელშიც საერთოდ სხვა რამე არის ღირებული, რომელსაც არსებულ ინდუსტრიაში მომუშავეები არავინ ყურადღებას არ აქცევს და მოდი იმ ნაწილში მე ნაკლებად დავხარჯავ რესურსს და ამ ნაწილში კიდე რესურსს ავწევ. ან საერთოდ ისეთ რაღაცას შემოვიტანებ ინდუსტრიაში, რომელიც არასდროს არავის არ გაუკეთებია და გავაჩენ ამ ახალ სეგმენტს. ანუ კიდე ერთი მაგალითი გვექნება მაგაზე კომპიუტერული თამაშების ინდუსტრიიდან, რომელსაც დაახლოებით იგივე ექნა და მე ძალიან მომწონს ეს სავარჯიშო რა. ძალიან მომწონს, იმიტომ რომ პრაქტიკული არის, რთული არის, ანუ ბევრ ფიქს და ბევრ ექსპერიმენტს ითხოვს, ბევრ ექსპერიმენტს მოითხოვს, თუმცა ბევრად უფრო რთული არის ერთი და იგივე სკეთებით ვიღაცას აჯობო რეალურად ვიდრე განსხვავებული სკეთებით გამოირჩე რა. ანუ მირჩევნი რაღაც დონეზე ჩემი რესურსი დავხარჯო სამჯერ სხვადასხვა რამე გავაკეთო და განსხვავებული და ორჯერ წავაგო, მაგრამ ერთხელ მოვიგო, ან თუნდაც სამჯერ წავაგო და მეოთხედ იქნებ მოვიგო, ვიდრე რავი ერთი და იგივე რაღაცა ვაკეთო და უბრალოდ მართლა მინიმალურ მარჟაზე ვიღაცას ეჭიდაო და ფული ასხა იმაში, რომ რავი, ვინ უფრო ხო, ნუ როდესაც სულ გაგ ორი ცვლადი რითი შეიძლება შეეჯიბრო კონკურენტს თულია. როდესაც მესამე ცვლადი შემოგაქვს, სადაც საერთოდ არ არის კონკურენტი, ავტომატურად ალბათობა წარმატების იზრდება. რა თემას ტვინი გვაქვს ეგრე მოწყობილი, როცა კითხვას ტვინს უსვავ, შესაბამისი პასუხს ეძებს ის შესაბამისად, ანუ როდესაც შენ სვამ კითხვას, რომ კი, მაგრამ მომხმარებლებს მართლა აინტერესებთ ამას ტანინში ის ესია თუ ის ესია თუ ის აქედან არის და დაინტერესებთ ეს რომელი ვენახი არის და რომელი წლის მოსავალია, რეალურად მართლა აინტერესებთ და საბოლოო ჯამში რო თუ დაელაპარაკებ მომხმარებლებს აბსოლუტურ უმეტესობას საერთოდ არ ადარდებს რა, საბოლოო ჯამში გემრიელი კაი დასალებია, რთული დასალები. ან არ დარდებს, ან ვთამაშობთ რომ გვადარდებს, ხელი ამიწევია. მაგაზე სხვათა შორის ჯიბუნიკა. მე თქვა ზუსტად, ეხლა დავფიქრობდი, თქვა და ჯიბუნიკა არის ზუსტად მაგ საქმეს დაკავებული. ჯიბუნიკა არის LinkedIn-ზე ჩვენი დის ვიზაშვილი დის გვერდი, რომელიც მარკეტინგსა და ღვინის მარკეტინგზე საუბრობს და მარკეტინგში არის ოსტატი ადამიანი და ღვინოში არის მოყვარული ადამიანი და ძალიან სახალისო სტატიები აქვს. არის აკადემიური განათლება აქვს ღვინოში, ხო, ისე არ არის. გივი არ არის. გივი არ არის და ძალიან სახალისო სტატიებს აქვეყნებს და კი ჯიბუნიკამ იმაზრზე არის რომ აბსოლუტურ უმეტესობა ვთამაშობთ რომ მაგ ყველაფერში ვერ ყვევითან გვესმის. მაგრამ მიყვარს ეს თამაში. ეგ არის რა, ანუ ეგ რაღაცა ისეთი სირთულეა, რაღაცნაირი სასმელია ღვინო რა, ანუ სტატუს სიმბოლოც არის, რომ საუბრობთ მე ამადა მოსავალზე. ხო და მოდი არ გითხოვს და არ მახსოვს მე ვიტყვით თუ ეხა ვთქვათ ჯობია მგონი. მოდი ეს სავარჯიშო ძირითადად ჩამოვაყალიბოთ პრინციპის. სავარჯიშოსი რომ გავყვეთ რა. გვაქვს მე კიდე რა, მე მგონი. თუ გინდა მე ვქნა, კაი. გვაქვს და ვისაუბროთ მაგაზე რა. იცი რა, მინდა სადღაც გქონდა ჩვენი წიგნების მაგალითზეც ეგ რა და მაგ დროს მინდა ბარემ რომ მაგაზე ბოლომდე მოუყვე რა. კი, მაგაზე მინდა რომ ბოლომდე მოუყვე რა. აი აქ, ხო. კარგი, მაშინ მე ვიტყვი ერთ რაღაცას იმაზე, რაზეც ახლა შემყვებოდი. ძალიან საინტერესო ჩემთვის აღმოჩენა, ცალსახა აღმოჩენა, რაც გავაკეთე, იყო ის, რომ არასოდეს არ მიფიქრია პოტენციურ მომხმარებელზე იმ ჭრილში, რა ჭრილშიც ლურჯი ოკეანეში გასწავლიან, ასე ვთქვათ რა. ანუ ერთ-ერთი მახასიათებელი ლურჯი ოკეანის შექმნის არის ის, რომ სტანდარტულად, რასაც ჩვენი ბაზარია, ჩვენი სეგმენტია ვეძახით რა, იმის გარეთ დავფიქრდეთ რა. და აი რა იყო ჩემთვის ძალიან ისეთი შთამაგონებელი რა. რეალურად გვინის მაგალითს მოვიყვან რა, მარტივია. იმაზე კი არ ვიფიქროთ იმ
სეგმენტზე კი არ ვიფიქროთ, ღვინის მოყვარულთა სეგმენტზე კი არ ვიფიქროთ, ვიფიქროთ ალკოჰოლის სიამოვნების მიღებისთვის მოყვარულთა სეგმენტზე, რაც გაცილებით უფრო დიდია. ან კიდევ უფრო შორს წავიდეთ და ვიფიქროთ იმ სეგმენტზე, რომელსაც მაგალითად რაღაცა პარასკევის საღამოს გატარება უნდა სასიამოვნოდ, ოღონდ ისე არა, რომ რაღაც ზედმეტი მოუვიდეს. მოკლედ, აი სეგმენტის გაფართოება არის ძალიან საინტერესო კონცეფცია. მანდაც ისევ გადახვალ იმ რისთვისამდე რა. საუბრობ სიღრმისეულად რომ ჩახვიდე. ყველა ალკოჰოლი რაღაცა ერთ საბოლოო საქმეს აკეთებს. და მაგ საქმემდე თუ დახვალ და მაგ საქმეს თუ ხელს ჩაჭიდე და სახელს დაარქმე. ბაზარი არის უზარმაზარი და შესაბამისად ეს სხვადასხვა რა არის, სხვადასხვა გზები არის რომ მაგ საქმეს ემსახურო. შესაბამისად შენ ავტომატურად პოტენციურად ეგ მთელი შენი სეგმენტი შეიძლება შენი იყოს. უბრალოდ გააჩნია მათ რანაირად რა, იმიტომ რომ სხვადასხვა ხალხს უბრალოდ სხვადასხვა რამეები ადარდებს და აინტერესებს რა. და სხვადასხვა გარემოში აკეთებს მაგ ყველაფერს. ეხლა შენ შეუძლებელია ელემენტარულად რომ წარმოიდგინო ღვინის ბოთლი, რომელიც ეს მოსანთლული თავსახური აქვს და მითი რა ქვია ღვინის გასახსნელით უნდა გახსნა და მე ცოტა ხანი კიდე უნდა ასუნთქო. მაგას კონკრეტულ სიტუაციაში შეძლებ რო დალიო და კონკრეტულ სიტუაციაში უბრალოდ ვერ შეძლებ რო დალიო რა. მაგრამ იქ იმას არ ნიშნავს რომ მე ზოგადად ღვინო არ შეიძლება მომინდეს სხვა დროს. ეხლა ჟუჟუნა მექნა ფესტივალებზე შევიდა. ანუ ცხრიალა ღვინო იყიდებოდა ფესტივალებზე. ხო. ბოთლში ხრახნიანი თავსახურით რა. ანუ სეგმენტი გაშთა რა. ეხლა კლუბში და ელექტრონული მუსიკის ფესტივალებში სტანდარტული არ არის ღვინის გაყიდვა ხო? ხო მივხვდი რა. მგონი საერთოდ არ არის, ხო? ხო, მაგრამ წავიდა რა, შევიდა მაგ ამბავში რა. ეგ ამბავი იქ რაღაცა ის Yellowtail პიკნიკზე წასაღებად საუბრობდა და იქვე გასახსნელად და რაღაცა. კი, ეგ არის რა, სეგმენტზე რაც თქვი. კაი, ეხლა 0-დან 1-მდეზე რა არის რა, ვერტიკალურ და ჰორიზონტალურ ნახტომზე საუბრობს პიტერ ტილი. ჰორიზონტალური ნახტომი არის, როდესაც ერთი უკვე რაღაცა არის და იმის გაუმჯობესებაზე არის საუბარი და იმის რაღაცა ახალ ღირებულებაც, რომელიც ლურჯი ოკეანე ბევრს საუბრობს მაგაზე, რომ არსებულ ერთიანიდან შენ ძალიან ბევრი უკონკურენტო ბაზარის შექმნა შეგიძლია, თუმცა პიტერ ტილი საუბრობს, რომ რეალური 10 მაგი და 20 მაგი და 1000 მაგი უკუგებები, როგორც ვენჩერ კაპიტალისტი, იმიტომ რომ ის მაგ კუთხით ასკანირებს, ამას სულ არ აინტერესებს, მასა უნდა ეგ რა, იმიტომ რომ ხული ეგეთ ბიზნესში უნდა ჩადოლოგი. ბიზნესი ეგეთი აქვს მაგას, რომ ძალიან სტარტაპებში დებს ფულს და მაქედან თუ უკუგების პოტენციალი არ არის გაასმაგება, ძალიან ბევრი შეიძლება იზარალოს რა და ამიტომ ის უკვე საუბრობს ისეთ რაღაცაზე, რომელიც საერთოდ 0-დან 0 არის, არაფერი არ არის და იქიდან რაღაცა იქნება რა და პრინციპში PayPal-ის მაგალითი კარგი მოყავს. Airbnb-ც შეიძლება რომ კაი მაგალითი იყოს მაგის, მაგრამ და ნებისმიერი ტექნოლოგიური გარღვევა რაც მოხდა მათ შორის შენ თქვი ხო რომ საუბრობთ ან 8000 წლი ღვინოც ალბათ 0-დან 1-მდე ამბავი იყო რა. ხა ეგ ხო მე ვფიქრობ რომ შვენივრად გავა. ნებისმიერი ტექნოლოგიური ეგეთი გარღვევა 0-დან 1-მდე. მაგრამ რადგან მაგალითებს საუბრობთ, აი ძალიან მინდა რომ გავაზიარო, იმიტომ რომ ჩემთვის პირადად ეგ გააზრება სულ რაღაც ერთი დღის წინ მოხდა რა. ქართული კომპანია არის, ვინც არიცით, აპტოსი, ხო, რომელიც აკეთებს მე ვერ ვერკვევი მაგ ტექნოლოგიაში, ამიტომ მაქსიმალურად მახინჯურად შევეცდები აზრი გადმოვცე რა. კოსმეტიკურ ძაფებს, რომელიც გამოიყენება სახის კანის, ვთქვათ, შესაბამისი იმისთვის, განახლებისთვის რა. მოკლედ ეს აპტოსმა კოსმეტიკური ძაფები შექმნა 96-17 წელია, აგერ აქ თბილისში, საქართველოში, ექიმმა სულამანიძემ და მისმა შვილებმა შექმნეს ეს ძაფები, რომლებიც დღეს უკვე აღარ არიან ლურჯ ოკეანეში, იმიტომ რომ ბევრი აყვა მერე და სხვადასხვა ქვეყანამ შექმნა ანალოგები, მაგრამ ძალიან დიდი ხანი სარგებლობდნენ მაგ ლურჯ ოკეანის ბენეფიტებით, იმიტომ რომ არასებული რამე შექმნეს და სრულიად შეცვალეს ინდუსტრია, ესე იგი რო შევხედოთ ისე რეალისტურად, აქამდე ეგ შედეგი რომ მიეღო ადამიანს, უნდა გაეკეთებინა ჩვეულებრივი ქირურგიული ოპერაცია, თავის ჩვეულებრივი ზოგადი ანესთეზიით, ანუ აი ესეთ კლასიკური ნარკოზით, თავის მერე დიდხნიანი, როგორც ყველა ოპერაციის შემდეგ აღდგენის პერიოდით, მოკლედ ყველა დისკომფორტით, რაც აქვს ისეთ მამაპაპურ პატიოსან ოპერაციას. ამ ადამიანმა და ამ ადამიანებმა უცებ შექმნეს ბაზარი, რომელმაც საერთოდ გააკრო ქირურგიული ოპერაცია როგორც ასეთი. მაგ თემაში. მაგ თემაში ვლაპარაკობ ხო თავისთავად, ხო. პრაქტიკულად მინიმუმამდე დაიყვანა აღდგენის დრო, პლუს კიდე დაამატა ის, რომ ბევრად უფრო ხელმისაწვდომი გახდა
როგორც ბევრი ადამიანისთვის, ისე ბევრი ექიმისთვის, იმიტომ რომ ოპერაციისგან განსხვავებით, ბევრად უფრო ადვილად გაკეთებადია რა. და მოკლედ, აი ესე ამ ჩვენმა ქართულმა კომპანიამ, აი ვერც ვიფიქრებდი, რომ არ თქო დამდგომოდა საჭიროება რომ მეფიქრა, აბა ნეტა ჩვენ თუ გვაქვს ეგეთი მაგალითი, შექმნა ესეთი ბრენდი, ესეთი პროდუქტი 0-დან 1-მდე, რომელიც არ არის საქართველოს ჩარჩოებში რა. ეს არის 50 ქვეყანაში. ძალიან მაგარი კომპანია Aptos. ხო, იყიდება ეს პროდუქტი და მე გამახსენდა რომ ამ Aptos-ი ჩემი ყოფილი თანამშრომელი, კარგი მეგობარი არის გაყიდვების ხელმძღვანელი, მოკლედ მე ბევრი რამე გამახსენდა რა, უცებ რა. მაგრამ ნუ აი რომ დავფიქრდი, საყოლ რა, ქართული რეალობის 0-დან 1-მდე ძალიან წარმატებული რა. ვერც ვიფიქრებდი. Aptos-ში სხვათა შორის ბოლო დროს გავიცანი, მუშაობს ერთი კაი კაცია. კაი წიგნი გვაჩუქა მაგანა მაგის მაძმამ, თორნიკი ქვია. ქვია? ჩვენი მსმენელია თორნიკი. გამოგვიგზავნა ის Ben Horowitz-ის Hard Things About Hard Things საჩუქრად მაგას ვკითხულობ და ჩვენ ხო ამზადებთ თან ეპიზოდს მაგას. შენ მაგას? ხო. უიდე და მე ჩამოვწერე. ხო მე მაინც უნდა ჩამომეწერა, უნდა მეყიდა, იმიტომ რომ ხო უნდა მომემზადოთ რა. მე არ ვიცი შენ არ ვიცოდი ეგ ისტორია. იგი ხა მოვისმინე შენგან. შეიძლება არ მახსოვდა, ოკეი. არ გახსოვდა. შეიძლება არ მახსოვდა, რადგან ეპიზოდი არ იყო გასაკეთებელი. სალამი. სალამი და შესაბამისად მადლობა. ხო, კი და ძალიან მაგარი არის, რომ გამოვნახით, რომ მეც არ მახსოვდა რა და 0-დან 1-მდე რო ვიპოვეთ. მაგრამ აი ეგ არის კითხვა, კიდე ვინ არის რა ეგეთი, იმიტომ ლურჯოკიანეში ცოტა მეტი გამოგვივიდა, მე მგონი რომ ვიპოვეთ, ხო? კი, ლურჯოკიანეში, ნუ იცი რა, აი ისე იმას დაუბრუნდები რა. მე დაუბრუნდები შენ სიტყვებს. 0-დან 1-მდე არის აი ეს თიო პრინციპი რა, ბევრად უფრო ფოკუსირებულია ტექნოლოგიურ ჭრილზე რა, ტექნოლოგიურ თემაზე რა. მაშინ როდესაც ლურჯი ოკეანე სრულებით არაფერზე კონკრეტულად ფოკუსირებული არ არის, რეალურად ყველაფერში ხ მართლა ცირკის მაგალითია, ყველაფერში თავი გაანება, მეტი ძველი რა გინდა ცირკი, ხო? ხო და ამიტომ გვიჭირს ალბათ მან მაგალითის მოძებნა და კიდევ უფრო ამიტომ გამახარა ქართულმა ტექნოლოგიურმა მეცნიერულმა მაგალითი. ხო, პიტერ ტილს აქ ეს ჩამოყალიბები რა, რომ 0-დან 1-მდეს რო გახთე შენ რეალურად რაღაცა ბერკეტები უნდა კონდეს ბუნებრივი რა, ანუ სამთავრობო მონოპოლისტიკებზე არ არის აქ საუბარი რა, ანუ ბიზნესურად მონოპოლისტი უნდა გახდე და ეგ მაგის გზა არის ის, რომ ან რაღაცა გამოიგონო და პატენტი მიიღო შესაბამისად, როგორც ამ შემთხვევაში Aptos-მა, ან რაღაცა საავტორო ტექნოლოგია უნდა შექმნა ისეთი, რომ ან დაპატენტებადია, ან უბრალოდ ვერავინ ვერ გიკოპირებს, როგორც Google-მა მაგალითად ამ შემთხვევაში. ხო, ძალიან რთულად მე პლუს კიდე Google-ს ემატება ის, რომ ქსელური ეფექტი ქვია მაგას, რაც Facebook-მა თავის დროზე გამოიყენა და მაგაში მოიგო. Facebook-ს კაი, მაგრამ Google-ს აქვს. Google-იც სარგებლობს ქსელური ეფექტით რა. Facebook-მა მაგითი იმასლა, არაფერი უნიკალური არ მოუფიქრებია, მაგრამ ისეთნაირად გააკეთა, რომ ქსელურ ეფექტში ისე მოიგო, რომ მარტო დარჩა მაგ თემაში ფაქტიურად. მაგრამ ნუ წამოეწია სხვა სოციქსელები, მაგრამ სხვა კატეგორიაში კონკურირებენ რა. Facebook-ი როგორიც არის, ეგეთი ისევ და ისევ რაღაცა თითქოს ერთი არის მაგაში. ხო, იქ Instagram-მა მე თავის დროზე გააკეთა ფოტო გაზიარებაში და მე იყიდა Facebook-მა და ეხა გახთა მეტად და ასე შემდეგ რა. ანუ რა ზურთობ, 0-დან 1-მდე ეგეთი რაღაცით უნდა სარგებლობდეს რა. და ამიტომაც მიჭირს ეხა ესე გახსენება, თუმცა ლურჯოკიანეში იგივე რავი რამდენი, თუნდაც USA თუ ჯორჯიამ საერთოდ ისეთი ბიზნესი გაჭრა და ისეთი ბაზარი შექმნა, რომელიც საერთოდ წარმოუდგა პირადად ჩემთვის საოცარი იყო რა. ამერიკაში გვერდზე ნაყიდი თემების აქ ჩამოტანა ისე რომ ფაქტიურად ელექტრონული კომერცია ამერიკული გახადა ხელმისაწვდომი ქართული სეგმენტისთვის შექმნა მთლიანად საერთოდ ახალი ბაზარი შექმნა. ანუ ეს რო უამრავი დარბის ბევრი წელი. საერთოდ ახალი ინდუსტრია შექმნა რეალურად, სადამ ძალიან გავს ლურჯოკიანსაც და 0-დან 1-მდესაც მაგკუთხით რა. საერთოდ ახალი რამე გააკეთა რა. ხო, კი ბატონო, ნამდვილად. და ძალიან მაგარი არის ეგ რა. და ძალიან ხო, ეხლა ლურჯოკიანეზე რო საუბრობ, ნუ პრინციპში კიდე ბევრი გვაქვს საუბრო, მე ვისაუბრებ კი არ და მე გავაზიარებ ამ მაგალითსაც, რომელიც ძალიან მიყვარს. სხვათა შორის ეხა იცი რაზე მინდოდა ველაპარაკა, რომ ეს იმის კითხვაზე რა,
ვერტიკალურ ნახნოზე პიტერ თილს აკითხვა, რომ რეალურად შენ უკვე არსებულ საუმჯობესებ თუ რაღაცა უნიკალურს ქმნის რა. ეგ არის კაი კითხვა, რომელიც სტარტაპერებს ურჩევს, რომ დასვას ხოლმე განსაკუთრებით ტექნოლოგიურ სტარტაპერებს რა. და ეხა მე არ მინდა რომ ჩვენ მსმენელს არ შევახსენო სანამ გავაგზელებ იმ საოცარ ამბავს და ღირებულებას რაც მომხმარებლისთვის შეიძლება იყოს, შეიძლება კი დარწმუნებული რომ არის, რაც სოკარმა გააკეთა, ანუ გასაოცარი გათამაშება დაიწყო სოკარმა, ათამაშებს ერთ ახალ აშენებულ ბინას 92 კვადრატულ საბურთალოზე, სრულიად ახალ ელექტრომობილს და სამ ფულად პრიზ 10000 ლარს და ჩვენს, როგორც მომხმარებლებს და თქვენს, მე გეგმა მოვიგო. გააქვთ შანსი რომ მოიგო და ამისათვის ძალიან მარტივი რაღაც არის გასაკეთებელი. თქვენი ენერგი ბარათი უნდა იყოს მიბმული სოკარის განახლებულ აპზე, სოკარ ჯეო. თუ არ გაქვთ ენერგი ბარათი ჯერ ან აპი არ გაქვთ, შეგიძლიათ ვიდეოს აღწერაში მითებული მულით გადმოწეროთ აპლიკაცია და ან მიაბათ არსებული ენერგი ბარათი, ან შექმნათ სრულიად ახალი ენერგი ბარათი ძალიან მარტივად და 1 ივნისიდან 31 აგვისტოს ჩათვლით თუ აგვისტომდე ყოველ 15 ლიტრ საწვავზე ან 15 კუბურ მეტრ გაზის ჩასხმის შემთხვევაში მიიღებ გათამაშების ერთ ბილეთს. მაგრამ მაგით არ მთავრდება, რეალურად მაგ პერიოდში 100 გამარჯვებული იქნება ყოველდღიურად გამოვლენილი მომენტალური პრიზების. მიმდინარე კი, მომენტალური პრიზები და ეგ პრიზები იქნება ენერგი ბარათის ქულები ან ვეიმარტის ვაუჩერები და საშუალება გაქვს რომ ან გააზიარო, ან შენთვის დაიტოვო. მაგრამ თუ გააზიარებ, დამატებით გეძლევა 5 ბილეთი გათამაშების, იმიტომ რომ გამარჯვება იწყება გაზიარებით და იქ სლოგანს ვიხსენებ. ძალიან მაგარი სლოგანი. კი, კი. ჩვენ რაღაცნაირად გაზიარებაში მომელბო ეგრე. კი ბატონო. და რას ურთ მომხმარებლებს რეალურად გადავიდეთ კითხვაზე, რომელიც ლურჯი ოკეიდან მოდი და ზუსტად მაგაზი არის აი ეს სავარჯიშო რაც შენ გინდოდა, ბარემ ერთიანად შეგვიძლია ეგ გავიაროთ რა. რას ურთ მომხმარებელზე სოკარი ჩავა შენერა ეფექტურად. ბინა ნამდვილად სურს და ფულადი პრიზის და ელექტრომობილის. მოკლედ ცირკის მაგალითი რო ავიღოთ რა, Cirque du Soleil. ხო. სოლე გამოვთქვი, ხო? კი, იდეაში მზის ცირკია. მზის ცირკი. ცირკი კი არა და ხო, ცირკი. ხო, რა გააკეთა რა? შეხედა ასეთნაირად ცირკის ინდუსტრიას რა და დასვა კრიტიკული კითხვები რომ აბა რას ვაკეთებთ მარტო იმიტომ რომ მემკვიდრეობით გვერგო ინდუსტრიიდან რა და ეგეთ სავარჯიშო არის რა ფაქტორები ჩამოწერე ჯერ ფაქტორები რა ფაქტორებზე კონკურირებს ინდუსტრია მაგალითად ცირკის შემთხვევაში ცხოველები ვარსკვლავი რაღაცა კლოუნები რეალურად პერფორმანსები ხო თუ რაც არის რა ვინც არა მარტო რა ბევრი სხვა არტისტი რაღაცა ანუ კლოუნი სიტყვა არ არის არტისტები ხო არტისტები რაღაცა ვარსკვლავები იქ რაღაცნაირი სცენარი ისეთი ცირკული ხო როგორც ჩანს ხო ეს აღმოჩენა იყო როგორც ჩანს დასავლეთის ცირკებში სამ დონიანი სცენა იყო პოპულარული. ჩვენთან ხო ეგ არ ყოფილა, იყო ერთი მანეჟი რა. იქ თურმე 3 დონე აქვს. ხო, ეგ რაღაცები ჩამოწერა და მერე დასვა ეგეთი 4 კითხვა რა, რომ რომელი შემილია აქედან საერთოდ უგულებელყო და ამოვიღო. რომელი შემილია შევამცირო, დიდათ რესურსი მაგაში არ დავხარჯო, რა შემილია რომ პირიქით გავზარდო და რა შემილია საერთოდ ახალი შემოვიტანო. მომიჯნავე ინდუსტრიებიდან, რომელიც საბოლოო ჯამში იმ ძირითად ფასეულობას და ღირებულებას ემსახურება, რასაც ეს ინდუსტრია, რომელიც შეიძლება რომ აქ მომხმარებელთვის რეალურად ღირებული იყოს და შექმნა საერთოდ განახლებული ცირკი, რომელშიც რეალურად საერთოდ ამოიღო ცხოველები, საერთოდ აღარ ხარჯავდა დიდ რესურსს ვარსკვლავ არტისტებში და პერფორმერებში, სცენა გადააკეთა და სულ სხვანაირი გააკეთა. და რაც თავარია სრულიად ახალი რაც შემოიღო თეატრის ელემენტები და თეატრალური ეგრეთ წოდებული ისტორიის და დრამატურგიის და ამ რაღაცნაირი შინაარსი დრამატურგია რაღაც ხო და აი მანდაც იქამდე მინდოდა ცოტა ხნის რო საუბრობდით რა ესე შეხედათ ცირკის მოყვარულები კი არა პერფორმანსის და დროის გატარების და მოდი მაგაზე ვისაუბროთ და მაშინ რატო არა თეატრის მოყვარულებიც და მოდი თეატრის მოყვარულებიც მოვიყვანოთ. ხო, მაგრამ ცირკის ბევრი წარმოდგენაა დარჩენილი, ანუ ის უკებდა ის პერფორმანსები და გათეატრალიზებული ცირკი გააკეთა და შესაბამისად ავტომატურად ლურჯ ოკეანე შევიდა, იმიტომ რომ საერთოდ სხვა რამეს აკეთებს რა. და უბრალოდ არჩევანსაც კი არ აკეთებს შენ სტანდარტულ ცირკსა და
მაგას შორის. ხოჭოს ეხა როგორ არიან კი არ ვიცი, მაგრამ კარგად არიან. მაგრად ბილეთების ფასებს ნახე და კარგად არიან. ხოჭოს ის თუმცა რა თქმა უნდა გააწითლდება საბოლოო ჯამში ეგ ინდუსტრია შეიძლება გაწითლა კიდევ და ბევრი. ხოჭოს არ იკრავს თავს მემგონი მანჩესტერ. ვით უმეტეს მაშინ ეს იგი უნიკალურად ხოჭოს აი ესა მე პირველად Cirque du Soleil-ზე გავიგე ჩვენი მეგობრისგან, ვუგასგან, ჩემი მეგობრისგან, იყო სრულიად აღფრთოვანებული, იმიტომ რომ იყო, ანუ დაესწრო და თურმე არის, ანუ ესე ჩვენ როგორ წყებით და ამ წიგში როგორ წერია, ესე აკადემიურად საყოველთაოდ ეგრე არ არის. სიდიჟესი მაგრეა, ისეთი მაგარია რა, ანუ ეს თეატრალიზირება, ესე მარტივი არ არის, ანუ აკრობატული ნომრით დაწყებული, ამას დამატებული სპეცეფექტები, ამას დამატებული, რასაც უკვე თეატრის ნაწილია, შინაარსის სცენარი და სასწაულია თურმე რა. ხო, ეგა არა იდეა რა, ანუ როცა ცირკი დატოვა, მაგრამ გაათეატრალდა, ნუ რა თქმა უნდა, ხე წარმოდგენა რთულია ესე ჩვენ თავებში, მაგრამ ნუ ფაქტია რომ სასწაულია, იმიტომ რომ რამდენი წელია უკვე ცირკის ბრენდი იცი რა, მეტი რაზე უნდა გელაპარაკოთ. ცირკის ბრენდი რო იცი. და ბაბალეჯი ეგეთ პატარა ექსპერიმენტი გავაკეთეთ, სადეთ რა, ჯერ მართალია დიდად არ გვიხმაურია და არც მასშტაბზე არ გავსულვართ, თუმცა რეალურად ზუსტად ეგ სავარჯიშო გამოვიყენეთ რა და რო გაუყვე ხა რა გავაკეთეთ, ხო, ანუ საბოლოო ჯამში რა ამოვიღეთ საერთოდ და ნუ ფიზიკურ მაღაზიებზე თქვით რომ მოდი არ ვიფიქროთ, არ შევიდეთ მაგამ ბავში. ანუ ბიზნეს მოდელიდან ამოვიღეთ რა, რაში ნაკლები რესურსი რაც ჩავდეთ არის ის რომ ნუ როგორც წესი სიგნების მაღაზიებში არის უზარმაზარი არჩევანი და დაყოფილი არის სხვადასხვა შინაარსობრივი კატეგორიათა ბიზნესის, ლიტერატურაც, ბავშვიც, დიდიც, საშუალოც, არეულიც, ყველანაირი წიგნი არის შექმნილი შიგნით და შესაძლოა დიდი ინვესტიცია იხარჯება ამ ოდენობაში. ხამხელა მარაგს რა შეინახავს. კი ბატონო, და მან თქვით რომ არა, მოდი ჩვენ არჩევში და პირიქით ცოტა ოდენობა გავხადოთ ფასეულად და ეგრეთ წოდებულ ფასეულ შეთავაზებად. რაც საერთოდ არ იყო და შემოვიტანეთ არის ის რომ დავალაგეთ ეს კონკრეტული პრობლემების საპასუხოდ, შევკარით კრებულები კონკრეტული პრობლემის საპასუხოდ და არა უბრალოდ იმიტომ რომ სამი წიგნია და კაი ფასი იშოვო, საერთოდ უარი თქვით ზოგადად ფასით კონკურენციას და ფასზე არც ვაკლებთ და არც მოშვებით და რაც საერთოდ არ იყო დავამატეთ ის რომ სამუშაო რვეულები მოვაყოლეთ ამ ყველაფერს და შემდეგი ნაბიჯი რაც არის ის რომ პრაქტიკაში როგორ გადაიტანო ეს ყველაფერი რა. ეს არის რაც ქენი და საბოლოო ჯამში რომ დახაზო ის ფასეულობის მრუდი ხო? სხვაგან ვართ რა. ეხლა ამ ყველაფერს უნდა გატესტვა, მასშტაბირება და ნახვა რამდენად კარგ რამეს მივაგენთ. სხვაგან ვარჩი ყველაზე ჩემთვის ყველაზე ისეთი მომხიბვლელი რა არის იცი რომ არავის არ ვეჭიდავებით, არავინ არ გვეჭიდავება. ანუ რაღაც პარტნიორულ თანაცხოვრებაში ვარ ყველასთან, ხო? ანუ ეგ ძალიან კარგი მაგალითია, რომ არავინ არაფერს არ გვართმევს, არავის არაფერს არ ვართმევთ. ჩვენი წიგნების უშუალოდ Bubblehead-ის წიგნების სხვა Excel-ში თუ იყიდება გვიხარია, ჩვენ Excel-ში თუ სხვისი წიგნები იყიდება გვიხარია. ანუ ყველა კმაყოფილია ყველგან, ესე რომ შევხედოთ, კარგი სცენაა. სხვათა შორის საბოლოო ჯამში ეხლა რაც გამიხარდა ასევე ძალიან არის ის, რომ ჩვენ რასაც ვაკეთებთ, ალექს ჩიკოვანმა დაიწყო ლურჯუკიანესთან ერთად თუ ხედავ რაღაც წიგნებზე კი არა, ჩვენ წიგნები ხშირია. ხო და ძალიან გამიხარდა მე ეგ ამბავი რა, იმიტომ რომ გუშინ იყო ზუსტად გონია რომ ეგ ნამცხვარს ხო, ნამცხვარს ზრდის მნიშვნელოვნად რა. თან ალექსის მოყოლილი კიდე ცალკე სიამოვნება, ეგ ნახეთ ჩვენ. კი, შესაბამისად კარგია რა. რაღაცა ლურჯი ოკეანე ფართოვდება და ვიღაცები შემოდიან კაი. ხო და ამ რასურს მომხმარებელს ზედ დაასვა კიდე ერთმა ჩვენმა თანამოაზრე ზუმერმა ჩემ შემთხვევაში, იმიტომ რომ ეს პადი არის არ ვიცი რა, მართლა იგრე მაგრად ცოტა რამეს თუ გავუმარტივებია ბოლო დროს ჩემთვის ცხოვრება, იმიტომ რომ ჩანაწერების კეთება და ამ უამრავი რაოდენობის წიგნების პარალელურ რეჟიმში კითხვა და წიგნების მეცადინეობის ერთობლიობაში, ერთ პადში, ჩატეში, თხელში, რომელიც შეგიძლია ყველგან ატარო, ჩემთვის არის საოცარი ღირებულების შექმნელი და შევახსენებ ჩვენ მსმენელს, რომ თუ თქვენს ჩანაწერებს აკეთებთ ბევრს ხელით და ბევრი ბლოკნოტი გაქვთ და წიგნის კითხვაც გიყვართ, Android-ზე მომუშავე პადი არის, რომელზეც ნებისმიერი აპლიკაცია შეგიძლია გადმოწერო, ჩვენ ვიდეო სახწერაში ბმულით გადახვალთ Zoom-ის ვებგვერდზე და თუ შეიყვანთ კოდს Bubblehead, მიიღებთ 20%-იან ფასდაგლებას ნებისმიერი ბუქსის ნებისმიერ მოდელზე.
საიდუმლოებები და განსხვავებული ფსონები, ეგეთი იდეა და თავი გვაქვს. და ეგ ხო ისეთი ინტუიტიურად თითქოს რთულად, ჩემთვის ცოტა რთულად სათაურის დონეზე რთულად გასაგები გამოდგა თავიდან და მე როგორ წავიკითხე უკვე მივხვდი რა იგულისხმებოდა ამ საიდუმლოებებში და მე მგონია ეხა ყველა ზუსტად მასე ეგრეა, იმიტომ რომ საოცრად მარტივი საიდუმლოზეა თურმე ლაპარაკი. ანუ ყველა კომპანია რომელმაც დიდი გარღვევა გააკეთა, რეალურად შენდება ან საიდუმლოზე, ან ჭეშმარიტებაზე, უბრალოდ საიდუმლოზე, ანუ ჭეშმარიტებაზე, რომელიც რეალურია, ანუ ჭეშმარიტ არის, ეგ არის, მაგრამ მასიურად ჯერ არავის მაგისი არ ჯერა რა. და ორი ძალიან კაი მაგალითი არის, ხო? ერთი არის რომ PayPal-მა ფსონი დადო იმაზე, რომ გადახდების ინდუსტრიაში აბსოლუტურად სხვა კუთხით და სხვანაირი ტექნოლოგიით და სხვანაირი გაცვლის მეთოდით გახდებოდა პოპულარული და ინდუსტრიაში დიდ წილს დაიკავებდა და მაგაში არავის არ ჯეროდა, მაგრამ მაგას ფსონი მაგაზე დადეს, თუმცა ბევრად უფრო კაი მაგალითი არის Airbnb-ის მაგნაცილში, რომელსაც რეალურად თავარი თემა რა არის ის, რომ ხალხს აქვს ბევრი ადგილი თავისუფალი, სადაც შეუულია რომ სტუმარი მიიღოს და დაიტოვოს და რაც თავარია აბსოლუტური უცნობები ერთმანეთს მაგნაცილში ენდობიან. ხო, ეგ იყო აღმოჩენა, რომ თურმე ენდობიან. სხვანაირად არ იმუშავებდა Airbnb რა. საიდუმლო მან ცოტა ესე საიდუმლო ბრჭყალებში რა, ანუ ყველამ რო იცის რომ არის უამრავი თავისუფალი სივრცე, მაგრამ არ იცის ყველამ რა. ანუ ნახე, ჩემ სახლში უცხო ტიპი შემოვიყვანო, სჭირდება ორი რამე რა, ეგ საიდუმლო არის. ერთი რომ მე თავისუფალი ადგილი მაქვს ხშირად. ხო. და მეორე ის რომ ვენდომი ვიღაცა უცხო ტიპი რომ ჩემთან სახში შემოვიდეს რა. ეს მერე გახდა რომ Airbnb დაემსგავსა სპეციალური ბინები კეთდება უკვე სასტუმროს კუთხით თორ. თავის ძროზე Airbnb ბრიტის გარღვევა გააკეთა. რჩებოდი იმ მასპინძელთან ერთად, კაცო. ან ის მასპინძელი წასული იყო და იმის სახში შეშედიოდი რომ პირველად მე რო Airbnb ვიქირავე იყო ამსტერდამში და 4 დღით წასული ანუ თუ რამოდენიმე დღით მიდიოდა და ის პერიოდი შევედი მე სახლში და ჩემი პირველი აღფრთოვანება Airbnb-ს ეგ იყო, იმიტომ აღარ გამიხედავ საერთოდ სხვაგან სასტუმროსკენას კი იყო ის რომ რეალურ სახლში შევედი. ის ვიღაცა დამხვდა იქ, ანუ ის ადამიანი არ იყო, მაგრამ მისი სული იქ იყო რა, ანუ მისი წიგნები, მისი მაგიდა და დავდიოდი და 3 საათი პირველი ამსტერდამში გავატარე იმაში, ხო, წარმოიდგინე ამსტერდამში გავატარე პირველი 3 საათი გავატარე იმაში, იმთან რაღაც კარგი სახლი იყო რა და იმ ტიპის სახლს მოთვალიერებდი რა, წარმოიდგინე. ნაყოფი Airbnb-ში ზე. ხო და ეგ გამოცდილება იყო Airbnb-ის ყველაზე მაგარი რაც ხედა, ეხლა კი გაიზარდა და ისედაც ეხლაც რა განსხვავებაც არის რომ უფრო მეტად სახლის ეფექტს გიქმნის, თუ კარგად აარჩევ, არის ისევ ეგეთი ლისტინგები ეწოდებული რა. ხო რა. არა, ზოგი არის როგორი იცი რა სასტუმროს ნომერი არის სახლის სტანდარტული. მესმის. მაგრამ მე მაინც სულ Airbnb-ით შევდივარ, სულ Airbnb-ით შევდივარ, იმიტომ რომ ბინებში არის რა. ანუ საცხოვრებელ უბანში ბინებში არის და ინდუსტრიული არ არის რა და საერთოდ სხვა ღირებულება არის ჩემთვის და თავიდან ეგ იყო რა, ანუ ვიღაც ემენდო რა, რავი, წარმოვიდგინე, შემომიშვა სახში, თვითონ წავიდა, მე სახში შემიშვა და რავი, მე იმის იმედად იყო რას დავახვედრებდი რა, მაგრამ ნუ კი ეხა Airbnb ტექნოლოგიურად გააკეთა ის რო იქ დეპოზიტი რაღაცა ბარათი, მაგრამ მაინც საბოლოო ჯამში რავი. რავარი დაშვება, აა? ნუ პირველ თვეებში ეგ მაინც რთული გასაკეთებელი ეხა დღეს შეიძლება ადვილი იყოს შედარებით. ეგ პირველად მე Airbnb-ში არასოდეს არ ყოფილვარ, არ მიცხოვრია მე თვითონ, მაგრამ თემუკა რო წავიდა, აღარ მახსოვს თემუკასთვის თუ ანუკისთვის Airbnb ვიქირავეთ პირველ ჩასვლაზე რა და პირველად ქონდა ეგ გამოცდილება გასაღებს როგორ გიტოვებენ, გაწვდიან რა და ეს ვიდეო რო ჩამიგდო სად ინახებოდა გასაღები როგორ რა კოდით უნდა ამ გამეღო ესე გაოგნებული უყურებთ ანუ კი ზონებოდი აი მეთქი ვიდეო ასე უნდა მოიქცე და რო გამოხვალ ესევე უნდა დატოვო უკან გასაღები. დღემდე ეგრე ვდავდივარ Airbnb-ს რა. მაგრამ ძალიან მოწონს. და მნიშვნელოვანი კითხვა რაც არის ამ ნაწილში არის ეგ რომ რისი გჯერა ან რას ხედავ თქვენ ბაზარზე ან ინდუსტრიაში, რაზეც ამ ბაზარზე ან ინდუსტრიაში მოქმედი ადამიანების უმეტესობა არ დაეთანხმება რა. ანუ შენ რა რისი გჯერა ისეთი, რაშიც უმეტესობა არ გეთანხმება. და ეს უთანხმოება არის ის ადგილი, სადაც შეიძლება რომ შენი უპირატესობა იმალებოდეს. ანუ unconventional truths-ზე ლაპარაკობა, ხო? ანუ არა ბანალურის, არა გავრცელება, არა ისეთი ჭეშმარიტება, რომელიც ჯერ არავინ არ იცის და აღიარებული არა ღიარ და შეიძლება აღმოჩნდეს რომ შენ ხარ ისე.
იმ უმცირესობაში რომელმაც ამას ხედავ რა. რაღაც ოქრო იმალება სადღაც და ვერავინ ვერ ამჩნევს. რატო არავინ არ იღებს, იმიტომ რომ ვერავინ ვერ ამჩნევს რა. შეიძლება აღმოჩნდეს ეგ მაგის ტესტი, ძირითადი კითხვა პიტეტილის ეგ არის რა. რისი გჯერა შენ, რაშიც უმეტესობა არ გეთანხმება. და მაქედან დაიწყე რა. ხო, ანუ შენ თუ გინდა რომ 0-დან 1-მდე იპოვო, არის ეგ რომ იპოვო ის თემა, რაშიც რისის გჯერა ხარ უმცირესობაში რა და მანდ ჩააჭირო, ჩახვიდე. შეიძლება აღმოჩნდეს რომ სისულელეც გჯერა, მაგრამ მაგაზე არის ლაპარაკი. წყარო მაინც ეგ არის რა. მაგ კითხვა სვა. რა არ ფიქრობ რაში არ მეთანხმება ბევრ რამეში არ მეთანხმება უმრავლესობა, მაგრამ ვერ ჩამოვაყალიბე ბიზნეს მოდელს. ხო, შეიძლება ის ღირდეს მაგაზე მუშაობა, რომ ბიზნეს მოდელად ჩამოვაყალიბე. შემდეგი თემა, რასაც ვეხებით, არის რწმენის არქიტექტურა რა. და ეგ არის უკვე შენი საყვარელი რა ქვია მას, მოედანი არის რა და აქ მარტინ ლუთერ კინგის მაგალითი გვაქვს გამზადებული. ხო და აი ეს ამაგალითზე ყოველთვის ვთხოვანდები ამ მაგალითით რა, დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრ მაყურებელსაც მოსმენილი აქვს სინეკის არაერთი გამოსვლა, სადაც ყვება მარტინ ლუთერ კინგის სკოტ დაძახილზე შეკრებილ 250,000 ადამიანზე ვაშინგტონში, სადაც თანაბარ უფლებიანობისადმი მიძღვნილი შეკრება იყო და შემდეგ დარწმუნებული ვარ ბევრს და ისე ყვება რომ მეც ვთხოვანდები რა და გაჟრიალებ. ხო და მე იცი რაზე დავფიქრდი მე. ოღონდ არ ვიცი ეს ეხა მე რამდენად ადეკვატური მაგალითი მომყავს სიმართლე რო გითხრა რა. აი ჩვენს ისტორიაში ის მძიმე დღეები, რაც გამოვიარეთ, მაგალითად 99 წლის აპრილი რა. ეგ არისო წმენის გარშემო შეკრებილი ხალხი. იდეა ეგ არის. ყველა შეკრება აბსოლუტურად. ანუ 1776 წელს რო გადაწყვიტა რაღაცა 20 რაღაცა კაცმა ინგლისის იმპერიისადმი გაელაშქრა დამოუკიდებლობისთვის, აბა რა ჯანდაბა იყო, დამოუკიდებლობის დეკლარაცია დაწერა ხალხმა 1376 წელს და ლაპარაკობდა იმაზე, რომ ადამიანის ფუნდამენტური უფლება არის ბედნიერებისკენ სწრაფვა და ხომ ყველა ეთელი არსი ეგა რა, იდეაა ყველა. კი ბატონო, ხო და მე რა ვფიქრე იცი რომ რაზე დავიწყე ის ფიქრო რატო ვიცი, რატო ვლაპარაკობ მაგალითებით თქო, რატო ვლაპარაკობ მარტინ ლუთერ კინგი და არა 9 აპრილით და ხო და არა 9 აპრილით მაგალითად რა. იმიტომ რომ არავის არ დაუწერია პირველად იყო რატომ ქართლს და შეიძლება თქვა. ან ჩვენ არ წაგვიკითხავთ და დაწერილია რა ვიცი. მაგას მომფრო ახლა ამის გამო რომ ჩვენ მეპირადად რაღაცა დონეზე ყოფილიყავი მომზადებული დღეს სალაპარაკოთ, ხო დავიწყე ფიქრი რა. მომიტანოთ მე ჩვენს და ვისაუბროთ მაგაზე რა არის რეალურად. ხო და მიფიქრე რომ აი ეგ მაგალითი არის ჩვენთვის. კი ბატონო, შვენიერი ეგ არის ის რაც მაგრამ ნახე მან როგორ შეიძლება რომ ეს ბიზნეს დავაკავშიროთ რა, ანუ საუბარი არის იმაზე რომ შენ როდესაც რაღაცა იდეა გააქვს და ეს შენი საზრესი და შენი რისთვის არის იმაზე დიდი ვიდრე შენი ვიწრო ეგოს დაკმაყოფილება, ვიწრო მატერიალური ბენეფიტები, შენი იზიდავ ამითი და თუ ეს შენი ავთენტური არის რეალურად, ხო, შენია. შენ იზიდავ ამითი თანამოაზრეებს, რომლისთვისაც ასევე გულწრფელად მნიშვნელოვანია ეს იდეა და ეს შენი სწრაფვა რა. ეგ არის წყარო იმისა, რომ კონდეს შეუდარებლად განსხვავებული ენერგიით სავსე ორგანიზაცია, რომელიც საერთოდ სხვა გულის ყურით ქმნის იმ რას, ანუ იმ პროდუქტს და იმ მომხმარებლისთვის იმ გამოცდილებას, რომელიც მე საბოლოო ჯამში გეთარგმნება შენ იმაში, რაც ყველა ჩვენთაგას ძალიან უნდა. ეს არის ვაიმე დედა წარმატება და ვაიმე დედა ტაში დამიგრეს და ვაიმე დედა ფული ვიშოვე. იმიტომ რომ ძალიან ღირებული რაღაცა შექმენი რა. ხო, ეხლა რო წარმოიდგინო მარტინ ლუთერ კინგი იქნება ეს თუ 9 აპრილი იქნება, რო წარმოიდგინო ბიზნეს პროდუქტად, ანუ უმდიდრესი ის იქნებოდა ეგ წამოწყება, ხო, ერთიც და მეორეც, იმიტომ რომ გააერთიანა ქვეყნები. რავი, მან იქ ამერიკა, აქეთ ამან საქართველო, ანუ ქვეყანა გააერთიანდა რა, ანუ იდეის გარშემო. და მნიშვნელოვანი კითხვა რაც არის მაგაზე არის ის, რომ ხო, მან სვამ რა ფასით კონკურენციის ამბავს რა, ალბათ საბოლოო ჯამში ერთ-ერთი გზა ეგ არის, რომ შენ როდესაც შენია ის რასაც აკეთებ და რისთვისაც აკეთებ და ამას შენებული უნიკალურობით აკეთებ, საიდანაც მოდის ეს ფრაზა ხო, რომ შენ თავად ყოფნაში კონკურენტი არ ყავს ნავალე ციძახის, ხო, მაგას ამბობს მაგას. ეგ არის, რომ მანდაც ისეთ მიმდევრებს და ისეთ ლოიალურ მომხმარებელს იზიდავ, რომელიც შენია რა და შესაბამისად იქ უკვე
ფასით მარტო აღარ გაფასებენ რა და ცოტა სხვა რაღაცასაც აფასებენ შენს ქმედებებში. აი, კითხვა რაც არის რომ შენი რატომ ნამდვილია და თუ ნამდვილია ვის მიზიდავდა იგი და პირიქით რა ვის ასე ვთქვათ განდევნიდა ანუ რა ხო იცი რა მან ჩემი აზრით თუ ბიზნესად შევხედავთ ბიზნესის ჭრილში უბრალოდ თუ შევხედავთ მან ერთი ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია რა აქ უნდა გქონდეს კომფორტი რომ ყველა ვერ იქნება ჩვენიანი და ყველა არ უნდა იყოს ჩვენი რაც უფრო მეტად ავთენტურია მით უფრო უეჭველი იგეცოდინება რომ ყველა შენიანი ვერ იქნება ხო და მე რას თქვა იცი რომ მან ესე ძალიან უტრირებულად რო წარმოვიდოთ ალბათ სიხარბე და ავთენტურობა დგება სასტორზე რა ანუ იმდენად ხარბი ხარ რომ ყველას მოერგები და ყველასთვის იქნები ყველას აკარგავ კარგი პროდუქტის მიმწოდებელი თუ იქნები იმ ხალხისთვის ვისაც იგივე რაღაცის ჯერა რისიც შენ გჯერა რა დასაწყისში ეგ არის მე მგონი კრიტიკული რა ხო ანუ კრიტიკული არის მე რომ მკითხო მაგ რაღაცა სოფხედელობითი არჩევანია დასაწყისში ზუსტად ამიტომ შენი ცხოვრება რო წარმოვიდგინო ეხლა რა ანუ შენ გინდა რომ ისე იცხოვრო რომ ყველას მოეწონო და ყველას მოსაწონი გახდე თუ შენ გინდა რომ იცხოვრო ისე როგორც გინდა რომ იცხოვრო ანუ თუ გინდა რომ იცხოვრო ისე როგორც გინდა რომ იცხოვრო არის ხალხი ვისაც არ მოეწონება შენი არჩევანი რა მე უკვე შენი არჩევანია შენ გინდა შენებურად იცხოვრო და ავთენტურად თუ სხვის მოსაწონად იცხოვრო და მაგაში გაფლანგო შენი ცხოვრება რა ორი კურდღლის მადევარიო ვერც ერთს დაიჭერს და ვერც მეორეს დაახლოებით ეგ ამბავი არის და აი ხა მინდა გადავიდე იმაზე რომ პიტერ ტილმა როდესაც იქ მონოპოლიაზე ესე დაიწყო ლაპარაკი რომ ეგ არის ერთ-ერთი გზა რომ რეალურად მოგება დაგენერირდეს და სხვა ყველაფერი დანარჩენი არის ხოცვა ჟლეტვა უმიზნო უცებ დაიწყო ამოტრიალება იმიტომ რომ იმდენად კარგად მოყავს ეს არგუმენტები და იმდენად შეყევ ხარ მაგ საუბარში რომ მთელი ჩემი ეკონომიკური ცოდნა თავზე გადამახია ერთ წამში სანამ გავიაზრე რას ამბობდა რა ანუ აი პირველი ეფექტით დაინგრა თავში ყველაფერი საერთოდ აი ლაწალუწის ხმა მესმოდა რა მაგრამ მე რო გავიაზრე და რო წავიკითხე ნუ იმას არ ამბობდა რის გამოც ჩემპიონში დაიმტრა რაღაცეები რა და მივხვდი სხვა ჭრილში ამბობს რასაც ამბობს და კარგად ამბობს რა თუ ნახე ეკვილიბრიუმი როგორც კარგი რაღაცა ნიშნავს რომ ვერაზოს ვერ გექნება ბიზნესი ქვეყანაში და არაზოს არ დაიწყებს არავინ ინოვაციას კეთებას იმიტომ რომ ეკვილიბრიუმში ფული არ გეცდება ხო კი ბატონო ანუ ეგ დაინგრა რა ანუ ეკონომიკური დოვლათისთვის არ უნდა იღწვოდეს ეკონომიკა ეკვილიბრიუმისთვის თორე წინავე შემთხვევაში ვერ იქნება ინოვაციები თქო რა კი ბატონო ხო პირველი წაკითხვა ეგ იყო რაბაც მესმის ხო და პირველი წაკითხვა ხო ჩემი შეიძლება ცოტა სხვა იყო პირველი წარქმა წაკითხული ჩემთვის იყო რომ მონოპოლია არ არის ცუდი ან ეს ძალიან მოჭრილად უტრირებულად და მე რო ჩავყევი გაიყვარო ლაპარაკობს ინოვაციით შექმნილი მონოპოლია ქმნის დოვლათს და ასე შემდეგ ხელით მოცემული მონოპოლია კი არა და რეგულაციები ახლა ეს ეკონომიკურას ატო იგულისხმე ეგ ძალიან კაი ჩანართი არის იმიტომ რომ ანუ აქ მონოპოლია ცუდი არ არის და არამედ უპირატესობა არ გულისხმობს სახელმწიფოსთან ჩახუტება და ქთამით ტენდერის მოგებებს აქ მაგაზე არ არის საუბარი რა ეგ კორუფცია არის აქ არის საუბარი იმაზე რომ ინოვაციით როდესაც შენ ხდები ბაზარზე მონოპოლისტი მაშინ აგერირებ იმ მოგებას რომელიც საკმარისი იმისთვის რომ ეს ინოვაცია აფინანსო რა რეალურად და საბოლოოში მაგდროს მიდოლას და მაგდროს მიყავს წინ და გადადიხარ ნულიდან ერთამდეში რა მაგრამ ეხლა ნახე რა შეხედო ეკონომიკური თვალსაზრისით შენ უნდა ებრძოლო მონოპოლისტებს თუნდაც ბუნებრივად შექმნილებს ეკონომიკური თვალსაზრისით სუფთა ეკონომიკური თეორია გეუბნება რომ არც პატენტზე არც იმაზე პირიქით ეგ სუფთა ეკონომიკური თეორია გეუბნება რომ უნდა შევარდე Google-ში და დაშალო იმიტომ რომ საძიებო სისტემის 68%-ს ფლობს თუ 70-ს გამიგე? მივხვდი რა სამბო. ხო და ეგ იშლება, ეკვილიბრიუმი არ არის იქ. რეალურად Google-ს რა ფასას უნდა იმფასადებს საზიებო სისტემაში რეკლამას. არანაირი ეკვილიბრიუმი იქ არ არის. აბა მიდი, სხვა არჩევანი? აბა მიდი წადი. იცი რა, მე შენ search engine optimization-ს არ გამოვიყენებ. წარმატებას გისურვებ, ჩემო კარგო. აბა სად არის? აბა ნებისმიერ ეკონომისტთან მიდი და ვკითხე, როგორი ბაზარია? კონკურენტული. ვინ? მიხვდი? არ არის კონკურენტული ბაზარი. მონოპოლისტია. ხო ახსენს კიდევაც რევს მიმართავს, რა ხრიკებს Google-ი რომ არ შეაფასონ რეგულატორებმა მონოპოლისტებს. ანუ მაგას გეუბნები, რეგულატორი ბუნებრივად ებძვის Google-ისნაირ ხალხს, იმიტომ რომ ეკონომისტები იძახენ რომ შენ ეკვილიბრიუმისკენ უნდა ისწრაფო. მაგრამ ეს გეუბნები რომ თუ ეკვილიბრიუმისკენ ისწრაფი, Google-ები აღარ გეყოლება. ანუ, იმიტომ რომ ეგ არის მაგის წყარო რა. მთელი იდეა ეგაა რა.
კაია, მაგაზე კონტრარგუმენტების მოსმენა სხვათა შორის. არა, იდეაში ეს ერთწუთი ცოტა ხანი Google-ი გადავდოთ, იმიტომ რომ ჩემთხვევაში Google-ი კიდე იმ დონეზე არ სარგებლობს მაგითი, რითიც სარგებლობს სოციალური ქსელი, Facebook-ი. ნახე, როგორ შევაფასოთ დონით სარგებლობს თუ არა, ეგ არის უმთავრესი კითხვა. ეხლა ნახე როგორ რაღაცა ჰიპოთეტურ მაგალითზე ვიტყვი. ანუ რა გული ფასის კუთხით იგულისხმე და ან მომხმარების დაჩაგვით რა იგულისხმე? არა, ვიგულისხმე რომ ანუ სოციალური ქსელის ეფექტით არ სარგებლობს ჩემი აზრით ისე მაგრა როგორც Facebook-ი თქო რა. სოციალური ქსელის ეფექტი რა არის? რომ მე თუ ვარ, то есть შენ თუ ხარ, მეც მინდება რომ ვიყო. საბოლოო შედეგი რა არის? ერთი რჩება თამაში. მაგი ვთქვი რომ ერთია Google-ზე და ზუსტად მაგას ვამბობ. სხვა მის გეუბნები, ნახე, network ეფექტი, ქსელური ეფექტი იწვევს ერთ რამეს. იწვევს ბუნებრივ მონოპოლიზაციას ბაზრის. კი. ქსელური ეფექტი თავისთავად არაფერს არ აკეთებს გარდა იმისა, რომ თავისთავად არანაირი გავლენა ქსელური ეფექტის მქონე ინდუსტრიას არც ფასწარმოქმნაზე და არც იმაზე არ აქვს. იდეა რა არის? არის მონოპოლიის შექმნის წყარო. კი ბატონო. ხო და შესაბამისად Google მონოპოლისტი არის, იმიტომ რომ ალგორითმი აქვს, მაგალითად ქსელური ეფექტის გამო არ გამხდარა, მაგრამ ქსელური ეფექტის ეგეც სარგებლობს. იმიტომ რომ ხო, სხვა რამე და მე ვთქვი რომ კი, ეგ არა, მაგაში კი ჩემს უფრო კარგი მაგალითია ქსელური ეფექტის იმიტომ რომ სუფთა ეგა. ეგ ვთქვი რა და მაგას ლაპარაკიც არის. მეტი მონოპოლისტი რა გინდა თქო, მაგის თქმა მინდოდა. ხო, თუმცა Facebook-იც იძახის რომ მე მარტო არ ვარ ბაზარზე, იმიტომ რომ არის Instagram-ი, არის TikTok-ი და არის სხვა Instagram-ი, Facebook-ი. არა, TikTok-ი სხვა არის, ვთქვი კიდე LinkedIn და ისინი, მაგრამ სხვა რამეა. ისინი მინი მონოპოლისტები არიან სოციალური მედიის კატეგორიებში. ანუ Instagram-ი მონოპოლისტია ფოტო სოციმედიაში, LinkedIn-ი მონოპოლისტი არის ბიზნეს სოციმედიაში. მაგის თქმა მინდოდა რომ TikTok-ი რილების ახალი კატეგორია შექმნა და ეხა TikTok-ი და Instagram-ი ერთმანეთს მაგ კატეგორიაში. ხო, არა, ნახე რა არის. როგორ შევაფასოთ საზოგადოებრივი დოვლათი მაგითი? იმიტომ რომ თუ ალფაბეტმა დატოვა 54%-იანი მოგების მარჟა 2000 ბოლო ერნინგებით. კაი ბიჭები არის. ანუ ხო მივხვდი. ანუ შესაბამისად საბოლოოში იქ რეკლამის გამთავსებელი კომპანიას ბევრს იხდის. მაგრამ პრეტენზია არავის არ აქვს. ნუ იმიტომ რომ ბევრს იხდის პირობითი არის თქო. ხო, აი რა ხე რა უცნაური ანგრევს ეკონომიკურ თეორიას თქო ტვინში. ხო, შეიძლება, მაგრამ ანგრევს წყლის მომარაგებელზე აზის წესი არ ქვეყანაში აზის რეგულატორი გამადიდებელი შუშით რომ წყლის ტარიფი ერთი თეთრით გაზდაზე შეიძლება წელიწად ნახევარი დახარჯონ და Google-ს არ ხარჯავს მაგაში დროს. ტარიფი შენი დაკლიკვის search engine-ში გადაწყდება ერთ შეხვედრაზე. კი ბატონო, კი ეგრეა ნამდვილად და სანამ მიადგებიან მაგათაც მე მინდა რომ იგულავონ Google-ებმა და Facebook-ებმა სანამ რეგულატორი მაგათაც მიადგება. ხო და მთელი ამ ყველაფრის კარგი გზა რაც არის გზა რა ანუ ყველაზე კარგი რაც წამოვიღე ამ პიტერ ტილიდან მაგ ამბავში არის ის რომ ის და მე ძაამჯერა მაგისი საუბრობს რომ ერთადერთი გზა რომ შენ მაგ ნულიდან ერთამდეს მიაღწიო და იგეთი დონის დიდი მოთამაშე გახდე არის რომ თავდაპირველად დაიწყო პატარა ვიწრო ნიშით და იქ გახდე დომინანტი რა. ანუ ვიწრო ნიშაში შედი, იქ გახდი მონოპოლისტი და მერე დაიწყე გაფართოება. და ძალიან მიყვარს ეგ ამბავი, იმიტომ რომ მან კიდე ერთი მეორე რაღაცა შემოდის რა. ბევრად უფრო ადვილია ვაირალ გახდე, ხო მოკევი ბევრჯერ რა. ბევრად უფრო ადვილია რომ გახდე ვაირალ, თუ სიტყვაზე ვიძახი 5000 ადამიანს მიყიდი რაღაცას, ოღონდ ერთ უბანში, მაგალითად ვაკეში. ვიდრე 25000 ადამიანს მთელი საქართველოს მასშტაბით რა. კონცენტრაციის ხარისხი კონცენტრაცია, ხო, ანუ შესაბამისად კონცენტრირებულად შენ პატარა ნიშაში თუ დომინანტი მოთამაშე გახდი, შენ უკვე ბაზრის ლიდერი ხდები, იმიტომ რომ ბევრად უფრო მეტი ადამიანმა იცის შენ შესახებ და მე ინტერესი მოდის უამრავ. და ეგ არის რა მნიშვნელოვანი კითხვა, სანამ გაფართოებაზე დაიწყებ ფიქს, რომელი პატარა სპეციფიკური ნიშური ბაზრის სრული დომინირება შეგიძლია მომავალ 12 თვეში. ხო. რომელ ნიშაში შეგიძლია რომ ჩააჭირო და PayPal-მა ეგ გააკეთა, ძალიან საინტერესო რამე აიღო. იცი შენ იგ ისტორია გახსოვს? eBay-ზე შევიდა კონკრეტულად და eBay-ზე დაუმიზნა მხოლოდ მარტო eBay-ზე მხოლოდ დაუმიზნა იშვიათი ნივთების კოლექციონერებს. მარტო მაგად დაუმიზნა. ხო, ეგრე არ მახსოვს. ხო, მარტო მაგად დაუმიზნა და რაღაცნაირად თვეში ქონდა ტრანზაქციების 97% PayPal-ი ხდებოდა. და უცებ გაბაზდა რომ PayPal-ი არის. და მე მთელმა eBay-იმ წამოიღო და მე უკვე წავიდა და წავიდა. Facebook-მა დაიწყო Harvard-ით. მარტო. Facebook-ი ვიცი ხო Harvard-ის თემა. მარტო Harvard-ით დაიწყო რა. არა, ნუ ისე ვიქამდე მივედი ხა რეტროსპექტივაში ვლაპარაკობ Facebook-ზე, მაგრამ
როცა დაიწყო 2006-ში ცუკერბერგს არც ჰქონდა აზრად რომ სადმე სხვაგანაც უნდა ყოფილიყო რა. მადა ჭამაში მოდის ხო, მაგას ვიზარ, ბუნებრივია, მაგრამ პატერნის როცა უყურებ, თურმე კარგი სტრატეგია და შესაბამისად რახან ვიცით რომ კაი სტრატეგია დაიწყე. მაგალითი იყო შენი მხრიდან ვაირალიტის მაგალითი რა. ხო, რომ განაზოგადო ყველანაირი სახელების გარეშე ვირუსულობას ეგჭირდება რა. უნდა კონცენტრაცია შექმნა სადღაც რა. ღირებულების ინოვაცია, გადავიდი ვართ ლურჯუკიანეზე ისევ და აქ მაგალითად არის Nintendo Wii, ძალიან კაი მაგალითი არის და მაგაზები ქართული მაგალითები ჩვენს ყავს, მე დანარჩენი მე მგონი და მოვიყვანოთ ეგენიც. Nintendo Wii, ვინც არიცით, ისევ ძველი ცოტა ძველი მაგალითი არის. Nintendo Wii დაახლოებით PlayStation 2-ის და თუ 4-ის აღარ მახსოვს რომელ დროს 2006 წელი, 2006 წელს იყო უკვე 2006 წელს შენ მაგასაც არ ვიყავი PlayStation 2-ის ეპოქა იყო, ხო? დაახლოებით. წლები არ მახსოვს, მოკლედ Nintendo მეგეთ რამე გააწვნა, ორი დიდი პლატფორმა, ორი დიდი კომპანია, PlayStation-ი და Xbox-ი, ანუ Sony და Microsoft-ი ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ გრაფიკულ კარტებში, პროცესორებზე, რაც შეიძლება ძალიან ისეთ hardcore gamer-ებს უმიზნებდნენ და ნუ მოკლედ იქ იყო თამაში ეს უფრო მეტად ხარისხობრივი მომენტი და როგორი გრაფიკა იქნება და რამდენად რთული და ესე თამაში იქნება და მაგაში ძალიან ჭიდაობენ ეხას. Nintendo Wii კიდე გამოვიდა მაგდროს სრულიად ახალი შეთავაზებით, რომელიც იყო რომ ჯოისტიკი ანუ სამართავი პულტი იყო ხელზე დამაგრებული და რეალურად შენ მოძრაობას იმეორებდა პერსონაჟი შიგნით. და ისეთ თამაშებს ჩააჭირა და ისეთ სეგმენტს, რომელიც ოჯახს ათამაშებდა ერთად. რა, ანუ და მთელი კომუნიკაციის მაგაზი ყავდა, რაღაც დედა და შვილები და ესეა ჩოგბურთი და რაღაცებს თამაშობ. და საერთოდ ახალი ბაზარი შექმნა. მაგას საკმაოდ დიდი ხანი მოუნდენ და დღემდე ვერ დაიჭირეს მაგაში მოწინავე პოზიციები, რომ მე PlayStation-ს და Xbox-საც გააკეთეს ის, რა ქვია, სპეციალური სენსორი. Xbox-ის ჰქონდა აღარ მახსოვს, ხო? სენსორი. მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც გაუჭირდა. ეხა გამახსენდა, ცოტა კი მაქვს ნათამაშები მაგაზე. და აქ ხა ქართულ მაგალითებს ვიხსენებ ხოლმე და ანუ ღირებულების ინოვაცია ნიშნავს რომ რეალურად იგივე ინდუსტრიაში შევიდა, ოღონდ საერთოდ განსხვავებული ისევ მანდის გააკეთა რა, რას ჩააჭირა, რაზე აწია და რაზე დაწია. თემა. მანდ ეხა კურსი G ვთქვათ, კონვერტაციებში შეიძლება რომ გავიყვანოთ, რაც გააკეთა? მოდი ესეთი რამე ვთქვათ. ღირებულების ინოვაციაში ძალიან მნიშვნელოვანი თუ სწორედ მახსოვს და არ მეშლება არაფერში. რასაც ამბობს ეს ხალხი არის ის რომ ერთდროულად არა ერთდროულად დიფერენციაციას და დაბალი ხარჯებისკენ სწრაფვას რა. ჯერ მაგაზე მინდოდა მე თქვა რომ გამახსენდა ჩვენი ერთ-ერთი პირველი საუბარი თიკა რუხაძესთან, რომელმაც ეს ანუ მთელი იდეა ამ value innovation-ის არის დაში, ორივე უნდა ქნა, ანუ ხარჯების და არის იმაში რომ შენ ღირებულების დიფერენციაცია გააკეთო, ანუ განსხვავებულ ღირებულებას ჩააჭირო და ამავე დროს ეს ყველაფერი გააკეთო ხარჯ ეფექტურად, ხო? ხო, ეგ იმის თქმა მინდოდა რომ ეგ ძალიან მნიშვნელოვანი კონცეფცია არის ჩემი აზრით რა. კურსიჯის რაც შეეხება, მე მგონია რომ კურსიჯი არის კარგი მაგალითი ლურჯი ოკეანის ხა value innovation მაგას თუ სულ ჩაჯდება თუ არა მაგ ქვე კატეგორიაში რა მნიშვნელობა აქვს საუბრობთ. ძალიან კარგი მაგალითია და დღესაც ვფიქრობდი მაშინ რაც მე და შენ ტელეფონით ვისაუბრეთ. მე არ მინდა ეხა უბრალოდ კონკრეტული ორგანიზაციები ვასახელო რა, მაგრამ არის სხვაობა. დიდი სხვაობაა. არა, კი, მე ცუდი სეგმენტი, ხო, მე ცუდი სეგმენტი შეიძლება გამოვიდექი, იმიტომ რომ რაღაცა ჩვენ შეიძლება სხვა ბენეფიტები სარგებლობ. კი, გაირკვა რომ სხვა ბენეფიტები სარგებლობ. და სადაც არ ვარ სხვა სეგმენტი, იქ დავეტაკე რეალურ სურათს, რასაც ხედავს თურმე ყველა სხვა ადამიანი. ოკეი, გავიგე. და მეთქი. ანუ ესე იგი უფრო იაფად აწვდის რეალურად სერვისს და ამავე დროს სამომხმარებლო ჯიხურებისგან რაეთის განსხვავდება არის, რომ ეს ყველაფერი გადაიყვანა ციფრულ სივრცეში. ანუ გამოდის რა ზუსტად ეგ ღირებულებით ინოვაცია გამოდის რა. ანუ ერთ-ერთში გადაიტანა თემა, ეთიევე პროდუქტი გადაიტანა საერთოდ სხვა ტიპის მიწოდებაში და ეს ყველაფერი თან გააკეთა იაფად უფრო. ბატონო, აბსოლუტურად ეგ. მაგარია რა. მე მგონია რომ ძალიან მაგარია. მაგარია. და შენაც მითხარი, მე არ მქონდა მაგის ყურადღება მიქცეული და ეგეც ძალიან ღირებული აღმოჩენა იყო ჩემთვის, იმიტომ რომ მე მაგალითად დღეს აღმოვაჩინე, რომ
თურმე სხვა სეგმენტი ვარ. მე არ ვიცოდი რომ კურსებში სხვა კურსი ხო, ნუ ეს ახალი დაწყებულია რომ თურმე სხვა სეგმენტი ვარ, მაგრამ თურმე სხვა სეგმენტი ვარ რა. ხო, შეიძლება მაგის საპასუხოთაც არის ყველაფერი. მე მგონია რომ მაგის საპასუხოდ არის, იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ რომ მნიშვნელოვნად დაეტყო მაგ ემას რა ქვია, income statement-ის მე მაგითო გამიკვირდა შენ თავიძეზე რომ შემოთავაზე ვერ მივხვდი მეთქი რატო უნდა ვიწვალოთ ხან ჩემთვის ძალიან გამიკვირდა ველიუ რომ ჩავხედე ანუ იმდენად მიზერი იყო მეცაც გეტყვი ხო იმ მაგ ხაზში უკეთესიც კი არის ჩემი სტანდარტული ვენდორი კურსიჯისი ხო მაგას იმდენად ჩააჭირეს მაგას რომ უკეთესიც გახდე მე ვერ მივხვდი მეთქი რატო უნდა უკეთესიც გახდე უფრო მეტად ეგ არის რომ ალბათ სამომხმარე რა ქვია ფიზიკური ჯიხურების ხო იქ ძალიან დიდი რაოდენობაა ხალხი არ ვიცი მაგით ჩემთვის ნახე როგორი პრობლემა მე როცა რაღაცა თემაში არ ვარ გარკვეული არ მაგ ჯიხურში ფული არ გადამიხურდავებია ბიჭო რას მეუბნე აეროპორტში მარტო ევროპიდან რო ჩამოვდივარ იქ თუ გადავახუდი ისიც ბანკში შევდივარ მანდაც კი ბატონო მაგრამ მე ძალიან დიდი ხანია ვარ ეს საიდან გამოვდივარ იცი ჯიხურების რაოდენობას ქუჩაში რო დავდივარ ხედავ და ლოგიკურად ესე კი ხალხი არის კი უამრავი შესაბამისად ძალიან დიდ ბაზარს ჩააჭირა ჩემი შესაბამისად ამ ღირებულებით ინოვაციაში მნიშვნელოვანი კითხვა რაც არის რომ რომელ ძვირადღირებულ ფუნქციებზე რომელიც არსებულ ან თუნდაც პოტენციურ მომხმარებელს რეალურად დიდათაც კი ადარდებს, შეგიძლია უარის თქმა და რაში შეგიძლია ეს დანაზოგი ისე გამოიყენო, რომელიც იქნება განსხვავებული და თან მომხიბვლელი. რა, Nintendo შემთხვევაში გრაფიკულ ვიდეო კარტებს და პროცესორებში დაწია, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში გართობა თამაშით სულ სხვა რამე საჭიროებდა და გრაფიკა იქ თუ არ იქნებოდა განსაკუთრებულად რეალისტური, როგორც აღმოჩნდა სხვა პოტენციურ მომხმარებლებს მნიშვნელოვნად წარდგა, თუმცა hardcore გეიმერები მე მაინც გონია რომ იქით დარჩენ რა. აი ისინი არ აღიარებენ ამას. ეს საბავშვო ბაღია იმათ. კი, მაგრამ სხვა სეგმენტი წამოიღო, რომელიც საერთოდ არ თამაშობდა იმ რთულ თამაშებს. ნუ აი მას შენაც მოყევი, მან მარტივად დედები და მამები ათამაშა რა. ხო, ეხა ის დედები და მამები არც ხედან და იმას რა, არ ვიცი რა ქვია თამაშებს, მაგრამ Counter Strike-ს არ თამაშობენ და აქ ააყენა და სახში ბავშვებთან ერთად რა ქვია იმას, კეგლი ათამაშა. სახში ბავშვებთან კი არა. იმაში სწავლის დროს, მაგისტრატურაზე სწავლის დროს პირველ იმაზე რომ მოხვდი ჯგუფის შეკრებაზე, ოღონდ აი რომელიც უნივერსიტეტის ორგანიზებულ ჯგუფის შეხვედრაზე რომ მოხვდი. სადღაც პაბში წაგვიყვანეს, ოღონდ ხვდება ბევრნი ვართ რა. ვირტუალური ბილიარდი ვითამაშე, ბილიარდი რა შუაშია, კეგლი, ანუ მაგითი ვითამაშე კორპორატიული ივენთი გააკეთეს მაგით. ანუ სულ სხვა სეგმენტ ჩააჭირა. Xbox-ებით ხარ დავხდებოდი, მაგარი არისო, ხო? კი, მაგარია რა. ეხა ძალიან გაფართოვდა, მან ძალიან გეიმინგში ძალიან ბევრი რაღაცა წინსვლები არა, მაგრამ ხო. რა ახალი სეგმენტი, იგივე ინდუსტრია, დაზოგა პროცესორებში და ვიდეო ბარათებში. და იქ დანაზოგი წაიღო ფასში და ახალი ტიპის ჯოისტიკის შემოტანაში რა სენსორების შემოტანაში ინდუსტრიაში მაგარი ზოგადად ამ ლურჯი ოკეანის თემაზე ძალიან მინდა რომ გავაზიარო იმიტომ რომ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მაგალითია და მე მიხარია რომ პირადად გქონია ამ ხალხთან შეხება რა და ძალიან ხო რატომ მინდა თან გავაზიარო ვის ხალხს აბობს ვის აზიარებ დაზღვევის ხალხზე მოუყვები ზუსტად რისკმა მინდოდა რომ დაზღვევა საოცრად კონსერვატიული ბიზნესი. იმ ყველა გაგებით ბრიტანელები არიან რა, ვართ. ხო და ეგეთი ხალხი 90-იანების ბოლოს 2000-იანების დასაწყისში სამხრეთ აფრიკაში ეგეთი ხალხი, ეგეთი ადამიანი აღმოჩნდა, რომელმაც დააფუძნა საზღვაო კომპანია Discovery და ეგ არაფერი, მაგრამ გააკეთა ესეთი პროგრამა Vitality ქვია მაგ პროგრამას. არის დღეს 50 ქვეყანაში 40 მილიონზე მეტი მომხმარებელი ყავს. სამხრეთ აფრიკიდან დიდი ხანია გასულია უკვე ევროპაში, აქეთ აზიაში, ძალიან ბევრ ქვეყანაში, ამერიკაში შევიდა ზუსტად 3 წლის წინ და ეგეთი რამე გააკეთეს რა დაზღვევა ყველაზე ისეთი ჯანმრთელობის დაზღვევა განსაკუთრებით ყველაზე ისეთი პროდუქტია რა მუდმივ ჯაჯღანს რო იწვევს მომხმარებლის, ნუ გარანტირებულია მუდმივ ჯაჯღანი. გააკეთა ეგეთი რაღაცა რა, საერთოდ დაანება ამ ფილოსოფიას თავი რომ ახ მოდი მე რისკი ესე შევაფასო, მოდი მე ისე შევაფასო. რა თქმა უნდა რისკს აფასებს, მაგრამ ახლა ყვები როგორ აფასებს რა.
ტიპმა გადაწყვიტა რომ მოდი მე ავდგები და შენ წაგახალისებ რომ ისხოვრო ჯანსაღი ცხოვრების წესით. ამითი რა მნიშვნელოვანია ეხა სულ სხვა წიგზე წავალ, მაგრამ რა მნიშვნელოვანია ეხა აქ Infinite Game-ის აღქმა. უსასრულო თამაშს ახლა, კი. მოდი მე ხა ამას შევხედავ 30-50 წლის ჭრილში და მე იქ შევამცირებ ჩემ რისკს, შენ რო დღეს შენ თავს მიხედავ, მოკლედ ეგეთი რაღაცა გააკეთა, რა გააკეთა მთელი პლატფორმა და აკეთებს ეგეთ რაღაცას რა. ყოველ დღე წევრები ამ პროგრამის იღებენ მისიებს, დავალებებს რა. ну ბანალური სტანდარტული დავალება არის მაგალითად ჰოლანდიაში მიყვებოდა რომ ეს მაგათი წარმომადგენელი მიყვებოდა რომ ჰოლანდიაშიო ამ პროგრამაზე ვზარავთ იმიტომ რომ არ ჩერდებიან იმდეს დადიანო რა ვინც გაივლის 10000 ნაბიჯ დღეში იღებს შესაბამის ბონუსებს რა და ჰოლანდიაში გიჟებივი დადიან თურმე ვზარალობთ გავგიჟდ რაც ქონდათ გათვლილი გადაჭარბებულია გიგ მაგარი მოკლედ ჯანმრთელად ცხოვრობს ვინც იკვებება სწორად და შეყავს ამ კვების რაციონი როგორი აქვს ვინც ასულებს სიამოვნებას გადამოწმების ის გამიჩნდა უცებ კითხვა როგორ ამოწმებენ ნეტად ხო და ნუ ამ ეტაპზე გადამოწმება არის შერასაც ხმარობ მაგას რა ქვია ვუპი არა ტრეკერი რა ტრეკერებს ხო სხვადასხვა ჯანმრთელობის ტრეკერები სიარული კი მაგრამ ჭამა გამიკვირდათ ხო ჭამაზე რა შვებით ხო რომ ვკითხე ჭამაზე ვერაფერს ვერ შვებით თუ ჭამაზე ვეუბნებით რომ ჩააგდე ფოტო რაკენი უბრალოდ ბონუსს აძლევენ ბევრად ნაკლებს რა ხო იმიტომ ჩვენც ეკითხვა გაგვიშთა რომ ეხლა რას მელაპარაკე გარიცემა რა ხო და ახთოვანებული აი რო ნახო შენ სინამდვილეში ეს ჩემ მოყოლილი კი არა პრეზენტაცია რო ნახო და რო მოусმინო ფრენსის ბაკოს რომელიც არის მაგალითად მაგათი VP developing ბაზრებისთვის აი შოკირებული იქნები ისეთი გააკეთე რატო არ გინდათ რომ გაკეთდეს რა წინაღობები არის ამ ქვეყანაში მაგისთვის ჯერტი ვინ თქვა რომ არ გვინდა ეგერთი ამ მაგაზე მუშაობთ ბევრი წლებია ო მაგარია რა ბევრი წლებია მაგაზე მუშაობ ძალიან მაგარი აი დუოლინგომ რაც გეიმიფიკაცია ეგ გეიმიფიკაცია რა რეალურად ეგ ჯილდოები და ისენი რა ადამიანის აი მაშინ ბავშვებს ხო ლაპარაკობდით პატარა გამარჯვებებზე შეხო დოპამინი ეგრევე გემატება და კიდება რომ გააგრძელო რა და ამაუწყა მე თქვა ჯილდოები ეს ისეთი ჯილდოები კი არ არის კაცო სათამაშო ჯილდოები კი არა. პრემია მცირდება? პრემია მცირდება ერთი, ოღონდ პრემია არის დინამიურია რა. ანუ წელს კარგად ვიქცეოდი next year. კარგია. იმ წელს სუდად ვიქცეოდი პრემია, მაგრამ American Express-მა რაც გააკეთა თავის დროს. ლოიალობა გროვდება? უზარმაზარი მაღაზია გააკეთა, ხო თავისი, სადაც ფულებით ბევრ ამას ყიდულობ. აი ეგეთი უზარმაზარი მაღაზია აქვს, ესე შეხედე, სადაც იქ დაგროვილი ფულებით ყიდულობ სხვადასხვა რაღაცას რა. რა მაგარია. ძალიან მაგარია. საოცარი პროგრამაა რა. ძალიან მაგარია. და ეს ყველაფერი რა თქმა უნდა ხდება მობილურში და საოცარია რა, საოცარი. ეხა ბოლო იდეამდე მივედით. ეგ არის ლიდერის ტესტი. და ეგ არის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ღირებულება გარდა სტრატეგიულისა და გარდა საკომუნიკაციოსი ვილაპარაკეთ ენერგიაზე და ეგ არის რეალურად ამ ბიზნესის შენების და კეთების და ამ турბულენტურ გარემოში რამდენად გეყოფა შენ ენერგია რომ უსასრულო თამაში ჩაება და გზელვადაში იყურო და არ დაგაზიანოს და არ შეგაშინოს მოკლევადიანმა აქვია მარცხებმა რა და ძმები რაიტების თურმე დამახინჯებული ისტორია მოუყოლია ბატონ საიმონ სინექს ეგ უნდა თქვა არა ბოთში რა ეგ უნდა თქვა ეგ ისტორია ვიცი 2011 წლიდან აი ხა ზრათ უნდა მოუყვე რა 2009 წელს საიმონ სინეკმა ჩაწერა ეგ ვიდეო მე ეგ ვიდეო ნახე 2011 წელს იმ დღის მერე ეგ ვიდეო ნანახი მაგ დაახლოებით 55-ჯერ რა ჯერთ იმიტომ რომ ძალიან მიყვარს მეორსერთი იმიტომ რომ ნებისმიერ სემინარზე რომელიც leadership-ს და რამე ეგეც ეხება არ არსებობს coach-ი რომელიც მაგას არ გასმეინებს რა და პირველად შენ ამდენი წლის შემდეგ გაგისთა კითხვა ეს რამეს არასწორად ხო არ ყვება და გადაწყვიტა რომ გადაგემოწმებინა და მართალი გამოდეკი გეტყვი ეხა რა მოხდა რა შეკო გავმიგზავნე შენი სტრუქტურა არ მახსოვს მე ეს ისტორია რა და ეს ლეგლი ვინ არის ერთი კაცო ერთი რა ხდებოდა ერთი რაიტები ხო თვითმფრინავები არიან თქო და ეგ ანუ იმდენად
მეთქი ამას რა უნდა ვილაპარაკო, არ ვიცი რა ხე. შოკირებული ვარ, მაგრამ დავიწყე ქექვა ხო ახალი როგორც ვთქვით, ეხა ხო Gemini ვისა რა ქვია Claude და ChatGPT-ა და იმან დიდი ასოები დამიწერა, რა ხო შენო ყურადღება ამას მიაქცევ. ესე მთლად არ იყო. ესე აბა როგორ იყო და მე უკვე Google-ში დავიწყე რა, სერჩვა როგორ იყო. და იდეა რომ პათოსი ეგ იყო კაცო, ანუ იდეაში არ მოუტყუები რა, ანუ მოდი მოვყვები ისტორიას, რა ხდებოდა რა, რომ მაგ დროს, როდესაც მე ვირაიტები გამოიგონეს თვის ფინავი, რეალურად პარალელურად და უფრო ადრეც კი ლენგლი ვინმე სახელი არ მახსოვს, ხო, ვინა? Pierpont Langley. ვინმე ლენგლი მოკლედ მეცნიერი, ისეთი ჭკვიანი, ინტელექტუალი მეცნიერი, მართლა ისეთი რა, hardcore მეცნიერი ამერიკის ომის სამინისტროს დაფინანსებით და უამრავი ინტელექტუალი გუნდით, მთელი გუნდით მუშაობდა ამ თემაზევე. 2 თუ 3 წარუმატებელი აფრენა ქონდა, როდესაც ჩამოვარდა და ეს მოკლედ დაზიანდა და იზრაელს და ამის მერე გააუქმა დაფინანსება ამ 2 სამინისტრომ და ომის სამინისტრომ და ამ ლენგლის რო გააუქმდა დაფინანსება, შეეშვა ამ საქმის კეთებას რა. შეეშვა ამ საქმის კეთება და პარალელურად ძმები რაიტებს ქონდათ ველოსიპედის სახელოსნო, რა ომის სამინისტრო და რა ის დაფინანსება, ხალხი მინდა რა ქვია ლუკმას პირიდან იღებდა რომ იქ რაღაცა გაეკეთებინა და არც კი უფიქრიათ საერთოდ იმაზე რომ დაფინანსებისთვის გამო იდეით იყვნენ შეპყრობილები რომ გავფრინდებით როგორ ჩერეკილები არის ხოლმე და გავდა გაფრინდნენ კიდევაც და იდეა ანუ რა ქვია ამას რა ქვია მაგას ფაბულა ამ ისტორიის თუ რაღაც ეს არის ის რომ რეალურად ეგეთი დიდი გარღვევებისთვის არ არის საკმარისი მატერიალური წახალისება მხოლოდ თუ არ გჯერა გიჟივით თუ არ გჯერა რაღაცის ვერ გაფრინდები რა თუ არ გჯერა როგორ წინა ეპიზოდში გიორგი ვახს და თუ არ გჯერა რომ გაფრინდები ვერც გაფრინდები ჩემო კარგო ხო და კარგად თქვა მაგაზე ნუ სუ აი დღევანდელ დროს სუ ის მახსენდება რა იმიტომ რომ არ ჩემთვის ძალიან სიგიჟე არის რა მაგაში საკუთარი ფულის მაგაში ჩადება ჩემთვის არის სიგიჟე რა მე მარსზე უნდა გავფრინდეში ფულის ჩადება საკუთარის არის ოღონდ თან რაზეა ის ლაპარაკი რატო მაგიჟებს იცი ეგ ისტორია სხვანაირად რა რომ ეხლა რომ ჯეფ ბეზოსი ხარჯავს კოსმოსზე ფულს არ მიგვირს რა, იმიტომ რომ ბევრი მილიარდი რო გაქვს და რამოდენიმე ასეულ მილიონს ან თუნდაც 1 მილიარდს კოსმოსში და პრობლემა არა. იმან PayPal იწვალა. გააკეთა ბიჭო. გააკიდა 24-ის თუ რაღაცა იყო ახალ ფული და წავიდა და ნაწილი ჩადო ტესლაში, ელექტრომობილში ბიჭო. და დანარჩენი რაკეტაში ბოლოფუ ანუ რა დონეზე უნდა გჯეროდეს და შეპყრობილი იყო იდეით რომ უნდა გაფრინდე რომ შენი ბოლოფური რაკეტების კერძო ბიზნესში ჩადო თუ ვინმე ვერ გაიგეთ ელონ მასკზე ვლაპარაკობს ხო და კი დაფრინავს კაცი და ზადნით უკაცრავად და უკუსლით აყენებს რაკეტებს ანუ ისევე გაა რა ანუ შეპყრობილია რა რწმენაა რა ნუ ძალიან კრიტიკული მაგაზე ფაქტორია ამ ამბავს ეგეთი დონის გარღვევებში რა აბა თეთა რომ დედა ლაპარაკი. აი მე მიყვარს ეს თემები ძალიან მიყვარს. და მთავარი კითხვა, მნიშვნელოვანი კითხვა უпростоრად ამ ბოლო თემის არის ფული რომ არ არსებობდეს. ან უკვე რომ საკმარისად ბევრი კონდეს, რა არის ის, რასაც მიუხედავად მაგისა მაინც გააკეთებთ. და თქვენი გულახდილი პასუხი ამ კითხვაზე მოგაზიებინეს თქვენ ავთენტურ რატომს. ან გადაგამოწმებინებთ ახლანდელი რატომ არის თუ არა ნამდვილი. მე 100%-ით ვეთანხმები მაგ მოსაზრებას და არაერთხელ უკვე ბევრი წელია მაგ კითხვას ვიყენებ. სხვებთან საუბრისასაც, ჩემ თავთან საუბრისასაც, ფული რომ მქონდეს, მოკლედ ფული როგორც თემა რო არ არსებობდეს, რას გავაკეთებდი და ეგ არის აზრისი. კი ბატონო, მაგაზე ხშირად სვავ მაგ კითხვას ამ ბოლოს და პასუხი არის ზოგი მცემს დავისვენებ, ზოგი მცემს ვიმოგზაურებ. ეგ ყველაფერი გასაგები არის 100% მეც ვიმოგზაურებ, მანქანასაც ვიყიდი, იმასაც ვიზავ, თუმცა გარანტირებულად ვიცი, იმიტომ რომ უბრალოდ არ არსებობს ადამიანი, რომელსაც ეგ ბოლოს არ მობეზდა. ზოგი შეიძლება 1 წელი დაჭირდეს, ზოგი შეიძლება 3 თვე, ზოგი შეიძლება 5 წელი, მაგრამ ბოლოს ამოდის ეგეც ყელში და აი მერე რის გაკეთებასაც დაიწყებ ეგ არის შენი ავთენტური. რა თქმა უნდა, ხა მაგარ დაღლილზე ხა 1-3 თვე კი დაისვენებდა კაცი, კი ეგ გასაგებია. Shopify-ის კი და Spotify-ის დამფუძნებელს უსმენდი პოდკასტში რა. ძალიან საინტერესო კაცი არის რა. 18 წლის იყო თუ რაღაც ეგეთი
14-ის იყო რომ ბიზნესი დაიწყო. მოკლედ, პატარა ბავშვმა გაყიდა თავისი პირველი ბიზნესი 1000 თუ 20 მილიონ დოლარად რა. ანუ პატარა ბავშვი. და რა თქმა უნდაო, ეხლა არ გლაბუციო, გლაპი, ამდენი ფული ვიშოვე, ერთი წელი შევალიე, აი როგორ გართობასო, იცი და აი ხალები მოკლედ. და შემეცაო რა, საზრისის კრიზისში ჩავარდი ეგრევეო რა. და ხო რა, მაგის მერე დავიპოვე რომ ბავშვობიდან მიყვარდა მუსიკაო. და შევეპყარი მაგ იდეითო რომ ტრანსფორმაცია უნდა მომეხდინა მაგ ინდუსტრიისო და ეს თემა გამეკეთებინაო და გავაკეთე Shopify-მა მაგას აყოლებს იმას რომ ეს ენერგია და ეს დრაივი საიდან მოდის და მაგას მოვაყოლ და უბრალოდ მაგაზე გამახსენდა რომ ყველა იგივეს ყვება რა ვინც ამ ახალგაზრდა ასაკში იქნება თუ მე ამ ფულს შოულობს პენსიაზე გასვლა ამეტანი რთული რამე არის თუ ასაკში ახლა მათ შორის რეიდალიოც კი უკვე რომელიც 70-ს გადაცილებული არის ახალი საზრისი ნახა და იცი ეგა ოკეანის ქვეშა ექსპლორეიშენით რო არის დაკავებული არა ხო ეს არის რაღაცა გამორიცხულია რაღაცა გჭირდება რა შეუძლებელია სხვანაირად კი ბატონო კაი ბატონო ნელ-ნელა მე მგონი გავიდეთ ბოლოში ხო გავიდეთ ბოლოში შევახსენოთ კიდე ერთხელ რომ ეს არის კრებული სტრატეგია პირველად იყო რატომ ლურჯი ოკეანის სტრატეგია 0-დან 1-მდე საჩუქრად მოყვება სამუშაო რვეული სავარჯიშოებით სამუშაო რვეულს ქვია შექმნილი ბიზნესი რა ქვია უკონკურენტო ბიზნესის და სტრატეგიის შესაქმნელად შეგიძლიათ ჩვენ ვებგვერდზე Bubblehead Shop კი გვაწერია აგერ მაისურებზე და ვიდეო სახსჯერაში ის იქნება და ამოანათებს კიდევაც შეგიძლიათ ნახოთ სხვა ბევრი საინტერესო შეთავაზებაც გვაქვს კრებულების სახით ვებგვერდზე და ბოლოს დასკვნით მინდა რომ ეგეთი რაღაცა თქვა რა ყველა შეუძლია უფრო თავდაუზოგავად იბრძოლოს ყურადღებისთვის ასე ვთქვათ იმავე ძველ არსებულ გაცვეთილ თამაშში თუმცა ერთეულები აშენებენ თამაშს რომელშიც მხოლოდ მათ შეუძლიათ გამარჯვება რა ანუ ახალ თამაშს რა მაგრამ მე მჯერა რომ ამ ერთეულების რაოდენობის ზრდა შეიძლება მე მჯერა რომ ბევრად ისეთ დროში ვცხოვრობ რომ ბევრად უფრო მეტ ადამიანს შეუძლია დღეს თავისი უნიკალური სიკეთის საზოგადოებისთვის მოტანა და მასშტაბირება და მაგ ყველაფრის მონეტიზაცია რა მე გეთახმები მაგ რწმენაში ბევრი რაღაცა სხვა შორის ეგ ძალიან ისეთი ჩემთვის ხშირი ფიქრია რა თითქოს ძალიან ბევრი რაღაცა უკვე გაკეთებულია ერთი შეხედვით რა და მეორე მხრივ ბევრი რაღაცა ისე გაადვილდა ხო რომ სულ სხვა ის გახსნა რა ქვია მოედანი გახსნა რა ანუ ხო თუ დაждები და იფიქრო პირობით მაგალითი მოყავს ხა უაზრო ღვინო უკვე გამოგონებულია მე ვეღარ გამოვიგონებ გავიგე მაგრამ ღვინის გაყიდვის გზები იმდენად გაადვილდა რომ უშინ რა გამოგიგზავნე საჩუქრად აბა წიგნის ეტიკეტი ღვინოზე წიგნი ისტორია პლუს ღვინო შენ იცი რომ მე მეგონდა რომ ეს უნდა მოუყვე რა დედასპიცორი შენ ხო მითხარი რომ აი ესეთი რაღაცა გამოგიგზავნეო დაგიტოვე სახშიო ავედი სახში პირველი ვიკითხე მე მომიტანა ლევანმა რაღაც საჩუქარი იო მოგიტანო აგერ დევსო გავიხედე დევს რაღაც შეფუთვაც არ ქვია რა რაღაც ჩასადებში ბოთლი ღვინო წიგნი არსად იქ არ არის რა მხოლოდ მეორე დღეს თუ ღამეს იმ ღამეს როცა ეს ბოთლი ავიღე ხელში თუ ჩემაც ომა აიღო ხელში რომ ამოვიღო თუ არაო მკითხა აღმოაჩინე რომ წიგნი იქ არის შემოხვეული ეტიკეტი ხო და ნუ მეგონა რომ ყობა წიგნი მეთქი კითხარი ტელეფონში ეტიკეტია თუ მე გავიგე ბუკვალურად იცი რთული გასაგებია მე გავიგე რომ ეტიკეტზე რაც ხატია იგივეა წიგნის ხაზე ეგ იყო მე რაც გავიგე კი რომ გასაგები არის იმდენად ახალი და საინტერესო რამე არის რომ აი არ ვიცი გამოვშტერდი ეგ არ მინახია ვახ მეთქი ხოთრული პოტენციური ახალი ლურჯიობი არა ქართულ ბაზარში კი ბატონო პოტენციური ნამდვილად მადლობა დიდი მადლობა და შეხვედრამდე დავიშალეთ